გამარჯობა. დღეს შევიკრიბეთ ისევ ერთ-ერთ ძალიან მნიშვნელოვან დილემას სასაუბროთ, რომელიც ჩვენს წინაშე დადგა ამ წლის განმავლობაში მრავალ სხვა დილემას შორის და რაღაცნაირად ძალიან სწორ ხალხთან ერთად ვიპაპირებთ საუბარს იმ საკითხზე, რომელიც ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი არის და ალბათ ყველაზე საინტერესო პერსპექტივა მიმდინარე მოვლენების ერთ-ერთი ყოველ შემთხვევაში არის პერსპექტივა რეჟისორის და სცენარისტის, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ადამიანისთვის, ვინც ახლა ამ პროტესტში იმყოფება, რაც ჩვენ თავს ხდება, არის გაცოცხლება ერთი მხრივ იმისაც, თქვათ, ნანახი გქონდა ფილმებში, მაგალითად, და მეორე მხრივ ჩვენი ისტორიის ასევე, რომელიც არაერთხელ გამხდარა ინსპირაციის წყარო. და შესაბამისად წინასწარ ვიცით, რომ ეს პროცესები აუცილებლად დაბადებს რაღაცა ძალიან მნიშვნელოვან ხელოვნებაში, იქნება ეს თქვათ წერლობა, პოეზია თუ კინო, ხო? და ეს ხალხი, ზოგადად კინოში მოღვაწე ხალხი, რეჟისორები, სცენარისტები არიან ერთ-ერთი მოწინავეები ამ პროტესტში დღესდღეობით, რაც აქ ხდება ჩვენთან. და ალბათ პირველები იყვნენ ზოგადად, ვისაც სისტემა შეეხო ძალიან უხეშად მწერლებთან ერთად. და პირველები იყვნენ ზუსტად ამ სფეროში მოღვაწე ადამიანები, რომლებიც დაუდგნენ და აღუდგნენ სისტემას. ამიტომ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი არის ამ პერსპექტივის დანახვა, თუ როგორ უყურებენ ეს ადამიანები მოვლენებს. და პირველი ალბათ ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შეკითხვა, რაც შეიძლება დავსვათ მართლა, რაც დილემური შეიძლება იყოს, ჩვენ გავიზარდეთ ფილმებზე, რომლებიც გადაღებული იყო საბჭოთა კავშირის დროს და ვსვავდით სულ ამ შეკითხვას, რომ როგორ შეიძლება საბჭოთა კავშირის დროს ზოგადად გადაიღო ის, რაც ერთი მხრივ თქვათ გართობას ემსახურება და მეორე მხრივ არის საფიქრალი, თან ისე გააკეთო ეს, რომ გვერდი აურიო ცენზურას და ფაქტობრივად ამის წინაშე დავდექით ჩვენ, ხო? ანუ დღეს არის სისტემა, რომელიც პრინციპში ყველაფერს აკონტროლებს, მათ შორის თქვათ ხელში ჩაიგდო კინოინდუსტრია, შეიძლება ასე ითქვას, შეიძლება თუ არა ესეც შემისწორეთ და თქვენ დადექით აი ამ არჩევანის წინაშე, ხო? თქვენი პროფესია, როგორ უნდა განახორციელოთ ისე, რომ ერთი მხრივ ასახოთ რეალობა, თან გააკეთოთ ის, რაც თქვენი ინსპირაცია იყო მანამდე, სანამ ეს პროცესები დაიწყებოდა და თან გვერდი აუაროთ სახელმწიფო ძალადობის იმას, ხო? ხელსაწყოებს რა, თქვათ როგორც არის ცენზურა, ან თქვათ დაფინანსების წყარო, რომელიც უკვე გადაკეტეს და ასე შემდეგ, ხო? ამიტომ შეგვიძლია გავხსნათ საუბარი იმაზე ფიქრით, რაზე ვიღებთ თუ არა, როგორ მუშაობთ და რა არის თქვათ დღევანდელი ამ სიტუაციიდან თქვენი როლი ამ სიტუაციაში, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. როგორც გნებავთ, გისმენთ. მე ვარ ჯენტლმენი, დაიწყებ შენ. მე დაგითმობ. მე მგონი ჩვენ ყველამ ავირჩიეთ ართანამშრომლობის გზა. იმიტომ რომ ნებისმიერი სახით რაღაცა რესურსის მიღება სახელმწიფო სტრუქტურებიდან ეს იქნებოდა უკვე მარცხი, იმიტომ რომ დღეს სხვა კონტექსტი გვაქვს, არ არის საბჭოთა კავშირის, როდესაც საბჭოთა ფილმი იქმნებოდა და რაღაცას ჰქონდა უკვე ქართველი ხალხის მიმართ, რა თქმა უნდა, ეს ძალადობრივად მოხდა, მაგრამ რაღაც შეთანხმება, რაღაც პაქტს ჰქონდა ხელი მოწერილი, ჩვენ ცხოვრობთ საბჭოთა კავშირში და ეხლა აი ამ მოცემულობაში ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი კულტურა იქნება თუ რაღაც წარმოდგენა ქართულ კინოზე და ასე შემდეგ. ჩვენ ახლა სრულიად სხვა მოცემულობაში ვართ, ჩვენ მქონდა ქვეყანა, რომელიც იდგა დემოკრატიის გზაზე, თავისი თვითმყოფადი კულტურით, ძალიან ბევრი ნაბიჯი გადაიდგა თუნდაც დამოუკიდებელ ქართულ კინოში, ხელოვნების სხვა დარგებში თუ ლიტერატურაში, რომ სადაც იდენტიფიცირებული იყო ქართული კულტურა როგორც დამოუკიდებელი საქართველოს ნაწილი. და აი ამ ყველაფრის პირობებში რუსულმა რეჟიმმა ესეთი მკვეთრი მოხვევა გააკეთა და სურს დაუბრუნოს ისევ იმ ორბიტას, სადაც იყო, თუმცა ეს ის არ იქნება, რაც იყო. სრულიად სხვა მოცემულობაა დღევანდელი უკრაინის ომის ფონზე თუ პოლიტიკურად დღეს არის ეს მოცემულობა, რომ ჩვენი საქმე არის ართანამშრომლობის გზა და აი ამ მკვეთრ მოხვევაზე, მკვეთრ გადახვევაზე ამ გზიდან მქონდეს მკვეთრი პასუხი, რომ ჩვენ არ თანამშრომლობთ, არ ვიღებთ
იმ რესურსებს სახელმწიფოსგან, იმიტომ რომ ესეც ტყუილი იქნება, ეს არ იქნება რაღაც რესურსის მიღება და იმ ქართული კინოსთვის, არამედ ეს იქნება თითოეული ჩვენგანის ინდივიდის ხმის მოკლა, ჩათრევა იმ რაღაც სქემაში, რომელიც საბოლოო ჯამში მაინც სახელმწიფოს უпростоრად რეჟიმს უნდა ემსახურებოდეს. ასე რომ მე მგონი ეს გააზრებული დისტანცია აი ამ ძალადობრივ რუსულ რეჟიმთან, რომელიც არ აღიარებს ინდივიდს არც არაფერ ქართულს სახელმწიფოებრიობა იქნება თუ ტერიტორიული მთლიანობა იქნება თუ ისტორია იქნება თუ კულტურა იქნება, სხვანაირად მე და ალბათ უმეტესობას ვერ წარმოუდგენია როგორ უნდა გაებას აქ რაღაცა თანამშრომლობა. ეს ყველაფერი, როდესაც ისევ დაუბრუნდება რაღაც ჩვეულ ასე ვთქვათ, კალაპოტს, მე შეიძლება რაღაც ისევ დაუბრუნდეთ იმ მდგომარეობაში, როდესაც სახელმწიფო შეიძლება დაგვეხმაროს ჩვენი რაღაცა ჩანაფიქრის განხორციელებაში, მაგრამ მანამდე ეს შეუძლებელია. მაგრამ უკვე პირდაპირ შეიძლება ის კონტრარგუმენტი, რაც ხშირად ისმის ხოლმე რა ამ დიალოგში არის, რომ თქვენ ხო რაღაცა ხელოვანი ადამიანი ემსახურება ქართულ ხალხს და რა სახელმწიფოს, ამიტომ მე როცა ვთქვათ ბოიკოტს არ ვაცხადებ, ჯერ დაფინანსება ისევ ქართული ხალხისგან არის, ეს მე ვინმე კონკრეტულისგან არ ვიღებ და მეორე მხრივ მე ამით ვერ შევწყვიტ და ვერ უღალატებ ჩემ ხალხს, იმიტომ რომ ვთქვათ რეჟისორი იქნება ეს თუ ვთქვათ სხვა ხელოვნების სფეროს წარმომადგენელი ის ხალხისთვის ქმნის და ამიტომ არა რეჟიმისთვის. აი ამას მიჯნავენ ხოლმე რა როგორც წესი და ეგ რაღაც კომფორტს უქმნის ფსიქოლოგიურს ალბათ, რომ მე კი არ თანამშრომლობ რეჟიმთან, არამედ ისევ ვაგრძელებ ქართული ხალხის მსახურებას მაგალითად. ხო, ესეც მორიგი ტყუილია და პროპაგანდის მორიგი, რა თქმა უნდა, რაღაცა ქვაკუთხედი, იმიტომ რომ ჩვენ არ მონაწილეობთ ტყუილში. ნებისმიერი სახით რეჟიმთან თანამშრომლობა იქნება ტყუილში მონაწილეობა და რაც არ უნდა კარგი სურათები დავდგათ და თუნდაც აი ამ ყველაფრისგან დაღლილი მაყურებელი გავართოთ, ეს იქნება დიდი ტყუილი და დიდი ფარსი და აი რაღაცა ღალატში მონაწილეობის მიღება და ჩვენ აი რაღაცა ჩვენი აქციაზე, აი ჩვენი სხეულით, ჩვენი ხელებით, იქ ბანერი იქნება სიტყვა, აი აქ უკვე ფიზიკურად იცავ იმ კონსტიტუციას, რაც აქამდე ქონდა და ძლივს ადამიანის გათვალისწინება, ადამიანის უფლებების გათვალისწინება მოხდა ამ კონსტიტუციაში და აი ამ ყველაფერს ჩვენ ვიცავთ, იმიტომ რომ ტოტალიტარულ სისტემაში ხელოვნება არ არსებობს, ყველაფერი ემსახურება სისტემას და ჩვენ ზუსტად ეგ თამაში არ გვინდა რომ ვითამაშოთ. თან ხო აქ მნიშვნელობა ვინ მოდის შენთან სალაპარაკოთ რა. ანუ ყველაფერი დაიწყო იმით, რომ სასჯერ აღსრულების დეპარტამენტში ის თანამშრომელი მოვიდა კინოცენტრის დირექტორად. ანუ დანიშნეს ესე პირდაპირ. ნუ ადამიანი, რომელსაც არანაირი კავშირი არ აქვს კინოსთან და ეხლა მეუბნები რომ მოდი და დაველაპარაკო ადამიანს, რომელსაც ანუ არ ესმის ჩემი ენა და არც უნდა ესმოდეს, არ არის მისი კომპეტენცია და არც ჩემი კომპეტენცია არის სასჯერ აღსრულება, ხო? რეალურად ბევრი შრე არსებობს, რატომაც გადავწყვეტეთ ჩვენ ეს გზა და ბოიკოტის გზა რა. ანუ გარდა იმისა, რომ მოვიდნენ სათავეში ისეთი ხალხი, ვისთანაც ლაპარაკიც შეუძლებელი იყო, მაგრამ ჩვენ მაინც თქვით, რომ მოდი ვილაპარაკოთ, ოღონდ ვილაპარაკოთ ლაივში, სადაც ყველა გაიგებს, რაზე ვლაპარაკობთ და მე ჩვენ ვიცით კინოს ხალხი ვართ და ვიცით მონტაჟს რა ძალა აქვს და უარი გითხრეს. ანუ სინამდვილეში ძალიან ბევრი ეტაპი გავიარეთ ჩვენ, სანამ ბოიკოტს გამოვაცხადებდით. მაგრამ კიდე რისი თქმაც მინდა რა, სულ აი ეგ არგუმენტი ხშირად ისმის მართლა, რომ იქნებ მოქმედება ასაჭირო და აი ჩვენ შევიტანოთ პროექტები, მაგრამ ზუსტად რო იცი რომ ვიღაცას აუცილებლად მისცემდნენ რა, რაღაც მაგალითად ეგზისტენციალურ საკითხზე რო შემეტანა მე სცენარი, შეიძლება მოეცათ კიდევაც ჩემთვის, მაგრამ დაიჩაგრებოდა აუცილებლად ჩემი კოლეგა, აუცილებლად, იმიტომ რომ პირდაპირ მოვიდნენ პროპაგანდისტები სათავეში. აი პირდაპირ, ანუ აღარ სახელი და გვარის ხსენებაც არ მინდა ეხლა. პირდაპირ ის ხალხი, ვინც ჩვეულებრივად ანუ ტელევიზორიდან გვეუბნებიან, რომ ესე რომ დაგემთავრებინა ფილმი, ამაში პრობლემა არ იქნებოდა. შენ ესეთი ფილმი არ უნდა გადაგეღო. ანუ პირდაპირ გვეუბნებოდნენ ამას, ეს ანუ ცხადი
პირდაპირ მესიჯები იყო, არაფერი ისეთი არ მომხდარა, რომ რაღაცა ჩვენ მოვიგონეთ. ანუ პირდაპირ პრემიერ-მინისტრი გამოვიდა და თუ მაშინ არ იყო პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე და სალომე ჯაშის ფილმზე პირდაპირ თქვა, რომ ანუ არ შეიძლება ესეთი ფილმების გადაღება. ამიტომ ანუ რევისთან შედიხარ თანამშრომლობაში, რომელსაც პირდაპირ იცი, წინასწარ იცი, რომ წაგებული გაქვს, ხო? ანუ სულ თავი დავანებოთ იმას, რომ ანუ ძალიან სოლიდარული აქტი იყო ეს, ძალიან გაერთიანა ეს მოძრაობა, ამ მოძრაობამ კინოსფეროს ხალხი და რაღაც დიდი ოჯახი ვითვართ ახლა და ანუ ჩემი აზრით ეს ძალიან მნიშვნელოვანია და თუ ოდესმე დაუბრუნდებით ისევ ძველ რელსებს ან მგონია რომ ძალიან აი ეს გაერთიანება რა შემოქმედებით პროცესზე ძალიან კარგად იმუშავებს რა. ამიტომ მგონია რომ აი ეს ძალიან დამაზიანებელია ხა რაც ხდება ქვეყანაში მარტო კინოში არა ყველა სფეროში, მაგრამ აი მართლა შემიძლია ვთქვა რომ ის რაც აი მოვიტანეთ აქამდე რა ეს იყო მართლა აი ყველა ის ადამიანი ვინც ემსახურებოდა ამ საქმეს ძალიან დიდი სიყვარულით და ენთუზიაზმით იყო სავსე, იმიტომ რომ სხვანაირად შეუძლებელია რომ გაგეკეთებინა იმდენად წერი ბიუჯეტი იყო ქართულ კინოში აი მთლიანად ყველა მიმართულებით რა, იგივე აი დოკუმენტური აი ძალიან წერი რა, ერთი ვთქვათ ევროპული სრულმეტრაჟიანი ფილმის ბიუჯეტი იყო ყველა წლიური ბიუჯეტი ქართულ კინოში, სადაც შედიოდა დოკუმენტური, მოკლემეტრაჟიანი სცენარის განვითარება, მოკლედ ყველაფერი ერთად რა. და თან ინდუსტრიაზე ვსაუბრობთ, ხო, ანუ მარტო იმაზე არა, რომ თქვა ვიღაც რეჟისორი ნიჭიერი, ბევრი გაჩნდა, რაღაცა ისწავლეს, ხო, არამედ ახლა თქვი რომ გუნდები, თქვა განათებიდან დაწყებული ხმის ოპერატორი, ანუ ის რაც მართლა ფილმის გადასაღებად გჭირდება, ალბათ ხო, მაგაზე არ მიფიქრეთ 15 წლის წინ აი ეგეთი გუნდის შეკოწიწება. ხო, და ეხლა რამდენიმე არსებობს და მართლა შემიძლია ვთქვა, რომ არსებობენ ისეთი პროფესიონალები, რომ აი ევროპაშიც როსთანთლიც საზებარი არის მართლა, ანუ ხმაზეც ყავს ეგეთი, ოპერატორებიც ყავს ეგეთი და ანუ ყველა მიმართულებით რა და ეხა ის რომ აი ამდენი ხანი შეიძლება გავჩერდეთ ჩვენ ანუ იქ ძალიან ტრაგიკული არის რა ჩვენთვის, მაგრამ თან ისიც ტრაგიკულია რომ აი ესეთ ძალადობრივ სისტემასთან ითანამშრომლო, იმიტომ რომ უბრალოდ ან სხვა გზა არც გვაქვს ჩვენ რეალურად რა, იმიტომ რომ თუ გიყვარს შენი საქმე მაშინ ეგ არის გამოსავალი რა, რომ აი მაგ რაღაცა სისტემასთან უბრალოდ ვერ ითანამშრომლებ, იმიტომ რომ იმათ არ უყვართ ეგ საქმე. და არც თვლიან რომ ანუ მილიონჯერ რაღაცა რომ ანუ ეგეც ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ ხშირად გვესმის ხოლმე რომ ანუ ეს ახალი მენეჯმენტი რომ მოვიდა რომ ეს ჟანრული კინოს უნდა მივაწყეთ და გადავიღოთ ჟანრული ფილმები და რაღაც სახალხო კინო და სახალხო კინოს იძახიან ქვეყანაში, სადაც არც ერთი მუნიციპალური კინოთეატრი არ არსებობს, ანუ ეგ ხო აბსურდი არის, ხო? მართლა რაც დაგვრჩა საბჭოთა მემკვიდრეობა, რომ ყველა სოფელში და ყველა პატარა ქალაქში კინოთეატრი იყო, სპარი და ის რა ქვია სამშენებლო კომპანიას ის გაყიდვების სერვისის ცენტრი გახსნეს ამიტომ რუსთაველის თეატრში. ხო, ანუ აი ქუთაისში მაგალითად ეხა წელს ვნახე ულამაზესი შენობა და რაღაც ძველი კინოთეატრი, სადაც რაღაცა fast fashion-ის მაღაზი არის გახსნილი და ანუ მთელი ჩვენი მემკვიდრეობა ეხა არის ქცეული აი ამათ რა რაღაცა მომხმარებლურ ანუ მაგას ჩვენ გვაბრალებენ რომ რატო არ მიგაქვთ ქართული კინო, თქვენი ფილმები მაყურებელთან რატო არ მიგაქვთ? რა რითი ჩანთებით მართლა ვიხვეწებთ კინოთეატრები გვაქვს აპოლო არის ევროპის ერთ-ერთი უძველესი კინოთეატრი, რომელიც რაღაც ბიზნეს კომპანიას მიყიდეს. რუსთაველის თეატრში, კინოთეატრში ახლა რაღაც არაბული კომპანიის რაღაცა შოურუმი არის გახსნილი. უძველესი კინოთეატრია ქალაქის მთავარ პროსპექტზე და იმის მაგივრად რომ მანდ გადიოდის საავტორო ფილმები, ქართული ფილმები, ეხა არის რაღაცა, არ ვიცი, გაურკვეველი, საერთოდ რა არის, მართლა ვერ ხვდები, ანუ მართლა ვერც
ხვდები რა. საიდუმლოა და მაგრამ ყველაფერი ეხა უკვე ხელწერა შეგვიძლია შევაფასოთ ხო თქვათ 10 წლის წინ შეიძლება ისე ძალიან კარგად არ ჩანდა რამდენიმე სფეროს ეტყობოდა მაგრამ დღეს ცალსახად დამოკიდებულება არის ესეთი რომ სადაც არის სახელმწიფო ფული ეს არის პარტიის ფული და თითქოს პარტია ეხდის სერვისში და ეს სერვისი უნდა იყოს მომგებიანი პარტიისთვის. აი ამ გაცვლას აკეთებს, ხო? ანუ საჯარო სექტორი არის ნებისმიერი საჯარო სამსახური, მაგ პრინციპით გაწმინდეს უკვე, რომ ჩვენ ვიხდით ფულს და ეხლა საწინააღმდეგო არავინ არ უნდა თქვას, ხო ეს პოლიტიკური იმასაც შეეხება შემადგენელს და იგივე არის თქვათ მწერალთა სახლსაც უქნეს, ხო, რა ვიცი, ჩვენი ფულით არის ფუშეტი ნაყიდი და შესაბამისად იქ უნდა დაიწეროს მხოლოდ ისინი ისეთი ტექსტები, რომლებიც ჩვენთვის იქნება მომგებიანი. ანუ არა სახელმწიფოსთვის, არა თქვათ ერისთვის ან რა ვიცი, საზოგადოებისთვის, არამედ უშუალოდ პარტიისთვის, რაც პარტიას აზიანებს თითქოს სახელმწიფოს ეს შეკრეს რა, ძალიან საბჭოთა მოდელი არის ზოგადად, ხო? აი ეს დავამატებ და მორჩები. აი სახალხო კინოზე როცა ვლაპარაკობთ კიდე რა, სახალხო კინო აი ხა დიდი ავტორები ქართველებიც რო გავიხსენოთ, აი არ მგონია რომ ოთარ იოსელიანი თავის დროზე იყო სახალხო კინო, ან საშა რეხვიაშვილი, არ ვიცი, ან მართლა ჩემი აზრით ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართველი რეჟისორი ანუ არ ნიშნავს ეგ რაღაც ნაკლს ხო რა ანუ იმას რა თქმა უნდა არ ვამბობ რომ რაღაც ისეთი ფილმი უნდა გააკეთო რომ რაღაც დისტანცია გქონდეს მაყურებელთან მაგრამ ის რომ იარსებებს მუნიციპალური კინოთეატრები ეს ფილმები აუცილებლად მივა მაყურებლამდე და მე დაიწყებს აზროვნება მაგენაზე აზროვნებას და გაჩნდება ეს რაღაც სააზროვნო სივრცე და ანუ ეს კინოთეატრი მარტო იქ ხო არ არის რომ ჩვენ ფილმის სანახავად მივდივართ რაღაც თან სოციალური ის არის ადგილი სადაც ჩვენ ერთმანეთს ხვდებით და ერთმანეთს აზრებს უზიარებთ და ასე შემდეგ და ეხლა მარტო რაღაც კომერციული კინოა დარე ხარისხის მაგრამ სახალხო კინოს რა შეძახიან ანუ იდეაში ეხლა მე როგორც მესმის ყველა ფილმი სახალხო არის ხალხისთვის ვაკეთებ იმ კინოს რაღაც იმისთვის ცხოველებისთვის არ ვაკეთებ ვერ უყურებენ ცხოველები ხო და არც სულვარსებებისთვის მაგრამ ესენასაც შეძახიან სახალხოს ეს არის რაღაცა მასობრივი მოხმარების ხო რომელსაც ბევრი მაყურებელი ყავს და ეს მართლა საბჭოთა ტერმინია და ნიშნავს რას რომ ბევრ ადამიანს ვაყურებინო და საბჭოთა კინო არის პროპაგანდისტული რა თქმა უნდა და შესაბამისად პროპაგანდა შევიყვანო აი დიდი ნემსით ინექციით საზოგადოებაში რომ აი ეს რაღაცა მათი გაგების სოციალისტური იდეა რომელიც სინამდვილეში სოციალიზმთან კავშირში ძალიან ცოტათი იყო აი ეს ამით მას ქუნა რა ბურუსი გამოვიწვიო თავბრუ დავახვიო და უფრო მეტად გავაღრმაო ეს ხალხის მტრის და განსხვავებულის ჩაგვრვის და რა ერთფეროვნების იდეა რა განცდა. ხო და ესენის რომ მოვიდნენ რა, აი ზუსტად მაგის კეთება დაიწყეს. აი ეს პრიალა ბიჭი სახელმწიფოს აღარ ვიტყვი. კოზი ჩაიყარათ ნაცარში. აი მაშინ სანამ ესენი მოვიდოდნენ ჩვენ მეგობრებს ჰქონდათ შეტანილი სამგზავრო გრანტზე. ან ჯერ ბოიკოტი არ იყო და ჯერ ციხის ყარაული არ იყო მოყვანილი და რომ მოვიდნენ ერთ-ერთი პროექტი ეს იყო ეს უნდა განეხილათ რა. და მიცეს სამგზავრო გრანტი რომ ალბათ უნდათ რომ კაი ტიპები გამოჩენილიყვნენ და ამ პრიალა ბიჭმა ერთ-ერთ საერთო ნაცნობს უთხრა რომ ამასთან ჩვენ მეგობართან არ მაინც რახან არ მაქვს ნება თუ არ დავასახელებ სახელს და გვარს ამასთან რომ მოსულიყო ეს ინფორმაცია ესეც სიტყვები მოვიდა რომ აი ხო დავაფინანსეო კერდა ხო გავუშვიო ოღონდ ამ პრიალა ბიჭს ეხებოდა კინოწარმოების დეპარტამენტი ჩააბარეს გაშვების დეპარტამენტი არ იყო ამან გაუშვა და ოღონდ ეს ეკაი ტიპებოდა და თან ჩვენ გვაჩვენა ანუ არ გაუტყდა რომ ეს წარმოჩენილიყო და დღემდე მაგას აკეთებენ ესენი რა ოღონდ სხვა რამის გადახშენ რაღაც სამბობდი და გაგაწყვეტინე არა მე არაფერს არ ხო რა მინდოდა მე თქვა ანუ სულ ფიქრობ ეგეთ რამეზე რომ აი ჩვენი ქართული ტრადიციები ქართული კინოს ტრადიციები და აი ჩვენი ეროვნული კინო და სინამდვილეში ესე იგი 1915 წელს გადავიღეთ საქართველოს გადაიღო პირველი მხატვრული ფილმი 1912-ში იყო პირველი დოკუმენტური ფილმი მაგრამ სოფლიო მიცის რომ პირველი დოკუმენტური ფილმი იყო 1922-ში ანუ 1922-ში ეს ნანუკი ჩtildeოეთიდან რაღაც ეგეთი დოკუმენტური ფილმი ანუ რატომაც არ ცნობენ აკაკის მოგზაურობას და ის არის პირველი დოკუმენტური ფილმად ცნობილი ანუ 1922 წელი არის ერთი წლის შემდეგ რაც ჩვენ გავსაბჭოვდით პრაქტიკულად კინო დაიწყო სუნთქვა და ცხოვრება და განვითარება მას მერე რაც საბჭოთა
კავშირმა მიგვიერთა და ანექსია გაგვიკეთა. და რანაირად უნდა გქონდეს ჩვენ რაღაცა, რომელიც წმინდა ქართული ფესვებიდან იღებს სათავეს. ვერ გვექნება. ის კინო და ის ტრადიციები, ის კინოტრადიციები რაც არსებობს, ეს არის ქართულ საბჭოური და მე მაქვს მუდმივად ეს რაღაცა დისკომფორტი. რაღაც მომენტში უნდა გაიწმინდოს ეს. აი თქვათ ჩვენი მშობლები, ბებია ბაბუები ისინი დაიბადნენ საბჭოთა კავშირში და მათი მენტალობა მაინც შეიძლება ყველასი არა, უმეტესწილად მაინც არის აი შეზავებული საბჭოურობით, კომუნისტური იდეებით რა. სტალინისტური იდეებით, ლენინისტური იდეებით და რაღაც მომენტში ჩვენ, ჩემი შვილი, მისი შვილი, აი ჩვენ შვილების თაობა და შვილიშვილების თაობაში გაიწმინდება ეს ლექი, რაც შოა სტალინმა და მანამდე ლენინმა. ხო და კინოშიც ესეა რა. და დღეს ახლა შეიძლება მე საბჭოთა კავშირის გერბიანი ის მაქვს, რა ქვია, დაბადების მოწმობა, მიუხედავად იმისა, რომ 90-ში დავიბადე, 91-ში დაიშალა პრინციპში, მე ჯერჯერობით მაინც საბჭოელი მქვია. საბჭოელი კი არა, საბჭოთა კავშირის პროდუქტი. ხო, დაბადებული საბჭოთა კავშირი, თუმცა ჩემში შეიძლება საბჭოური ნაკლები იყოს, მაგრამ მაინც რაღაცა დოზით არის. თუმცა ნაკლები ვიდრე თქვა ჩემზე და თაობის ავტორებში შეიძლება იყოს. ჩვენ რასაც ვქმნით, რა ფილმსაც ვიღებთ, სინამდვილეში არის ის, რაც ჩვენ ვართ. და ვერანაირად ვერ შევძლებთ მე ისეთი ფილმის გადაღებას, როგორიც მე არ ვარ. ხო, მაგრამ ეხლა დიდი მწვანეველი არ არის ქართული ფილმი? არა, ქართული ფილმი არის, იმიტომ იმ მომენტში საქართველოს ეგეთი სახე ქონდა. ხო, მაგრამ აი ისედაც კულტურალათაც და ხასიათითაც. კი ბატონო. ან მე არ დაგეთანხმებოდი მაგაში. რა მე მგონია, რომ მაინც შეძლეს ქართველმა ავტორებმა, მაგალითად იოსელიანმა, საშარე ხვიაშვილმა, გიორგი შენგელაიამ, ელდარ შენგელაიამ, აი დიდი მწვანეველი. ამას ქონდა რამე ესეთი ტალღის სახე. მაინც ინდივიდების კინოებია. ხო, მაგრამ ნუ ესე აქედან რომ გადმოხედო, აი თქვათ, ნახე მე ძალიან დიდი ავტორები არიან. მე არ ვიყოდი რომ ანუ არ მარტო რაღაც ქართველი, ანუ მგონია რომ ნიშნავენ. მე აბსოლუტური მიდუგები და ვიყოდი რომ აქ აი ქართული ხასიათი აქ ჩემი აზრით რა. ექნება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ქართველები არიან. შენ სხვა რაღაცა სხვას გულის ხმობდი, იმიტომ რომ რაღაცა რაც რა დროშიც ცხოვრობ და რაღაცა სახით ის მაინც აისახება იმ ნაწარმოებზე. ჩვენ შეიძლება ძალიან კარგი პროდუქტი გქონდეს და კოკოჩაშვილის ფილმები იქნება თუ შენგელაიას ფილმები, ლანა ღოღოძე-ვერეძის ფილმები, მაგრამ ის ამას რაღაც ნაკლოვანებს კი უსვამ ხას, რომ აი ეს რადგან საბჭოთა კავშირში შეიქმნა რაიმე დასაწუნებელი აქვს, უბრალოდ ის იმ კონტექსტში მუშაობს და ყველა დროს აქვს თავისი ლიმიტები, თავისი გამოხატვის ლიმიტები. მანამდე იყო დაუშვათ 1929 წელს ჩემი ბებია, ის კოტე მიქაბერიძეს, ის სხვანაირად გადმოსცემს დაუშვათ იმ რეჟიმის და იმ ბიუროკრატიის რაღაცა მანქანას და ასე შემდეგ, მაგრამ აი ქართული კინო 50-იან 60-იან წლებში, როდესაც აი რაღაცა ტალღა წამოვიდა კომედიური ფილმების, რომლებიც ძალიან ბევრი შეიქმნა და ემსახურებოდა პროპაგანდას, რომ ხალხი იყოს კარგად, რაც დაუშვათ პორტუგალიაში ხდებოდა მაშინ დიქტატურის დროს, როდესაც სახელმწიფო უწყობდა ხელს ფადოს განვითარებას და ფეხბურთს, რომელიც ფაქტობრივად აძინებდა ერს იმ ილუზიაში, რომ ჩვენ ვართ მაინც ის ერი მოწოდების სიმაღლეზე და ესე იყო საბჭოთა კავშირშიც. შეიძლება იქმნებოდა რაღაც ფილმები, მაგრამ კი არა და ძალიან კარგი ფილმები, თუმცა ის იმ მოცემულ მომენტში ვერ ანგრევდა სისტემას და არ უქმნიდა საფრთხეს, რომ დანგრეულიყო სისტემა და მე როცა ბავშვი ვიყავი, მახსოვს რომ მაგალითად ქართული ხალხური სიმღერა თუ დავუშვათ ესე სახში მღეროდნენ მიყვარდა, მაგრამ აი ეს ტელევიზორში მუდამ ეს ჩოხოსანი კაცები და აი სულ მუდამ იყვნენ ჩოხოსანი კაცები, სულ მუდამ რაღაცა ის რაღაც არსებობდა იმის განცდა, რომ ჩვენ ეს ჩვენი კულტურა, ეთნოსი, ეს კუთხეები, ეს ფოლკლორი, სიმღერა, კინო, ყველაფერი გვაქვს, მწერლობა, არაფერი არ უშლის ხელს, რომ ვიყოთ ამით კარგად, მაგრამ არ იქმნებოდა ის, რაც ხელს შეუშლი და
კონსერვაციას ახდენდა. ეს ფილმები შეიძლება იყოს უფრო მიესადაგებოდეს ჩემთვის ყოველ შემთხვევაში ამ ცნებას, რომ ახდენდა რაღაცის ფასეულის კონსერვაციას, ღირებულებების, კულტურის, რამდენი რამე შემოგვინახა ხო ამ ფილმებმა და ის ხასიათი ქართული, მაგრამ სისტემა არ გვაძლევდა თავს უფლებას, რომ გაგვერღვია. მე იცი რას ვფიქრობ სულ, რომ აი ყველაზე დიდი პრობლემა რაც მგონია და აი ეხა რასთანაც პარალელს გავავლევდი, რომ ანუ ეს დიდი ავტორები არსებობდნენ და მე ვთვლი, რომ ანუ მაინც არის ქართული ტრადიცია, ანუ შეგვიძლია რომ ავიღოთ როგორც ქართული ტრადიცია. არა, ხო, მაგრამ აი ძალიან ბევრი ავტორი იყო ალბათ, რომელიც დაიჩაგრა. ანუ იმიტომ რომ თქვათ იგივე იგაური ენა მისი არ იყო. ანუ იგივე ეს რაღაც ვერ შეძლო თანამშრომლობა რაღაც აი ამ სისტემასთან. და ზუსტად იგივე ეხაც შეიძლება ვიღაც ავტორები ჩვენგან ყოფილიყვნენ, ვინც მაგას მოახერხებდა, რომ აი შეედიხარ რაღაცა თანამშრომლობაში, მაგრამ იქ ცდილობ რომ ზუსტად რაღაც ამ იგაური ენით, მაგრამ არსებობენ ადამიანები, შენი კოლეგები, რომლებიც ამას ვერ ანუ არ არის უბრალოდ მათი, არ არის ყველა ავტორის რაღაცა, ხო, ანუ ხო, რაღაც ყველას თავისი გზა აქვს რა, ანუ ვიღაცას უყვარს რეალისტური კინო და ეხა ის რომ დაიჩაგროს და მე ახან რაღაცა მოვატყუე სისტემა. მაგრამ მან პირველ რიგში აკაკი ბაქრაძეს კინოზე და თეატრზე ძალიან კარგი ესეები და მან პირდაპირ აღწერს ცენზურა როგორ ვთქვათ ფინალს როგორ გადააკეთებდა ხოლმე და ანუ ის რომ ჩვენ ვამბობთ ხშირად უყვართ ჩვენ ხო ჩვენს პირდაპირ გვითხრეს რომ შეცვალეთ კარგად იქნება ხო და ანუ ეგ რაღაცნაირად აი ამ ნაწილობრივ რუსულ, ნაწილობრივ ქართულ, აი თან რო ვერ გაურკვევია, უნდა მოწონდეს თუ არ უნდა მოწონდეს, იმიტომ რომ თან ქართულია და როგორც ქართული უნდა მოწონდეს, მაგრამ მეორე მხრივ რაღაცნაირად ისიც ვიცით, რომ ცენზურა არსებობდა, მაშინ რანაირად და მთლიანად აქცენტი გადმოდის იმაზე, რომ ესენი იყვნენ ოსტატები, რომლებიც ახერხებდნენ რაღაცას და ახლა შე როგორც ამბობ, ჯერტი ჩვენ არ ვიცით, ვინ დაიჩაგრა მაქსიმალურად, ანუ არაკარებდნენ ფილმს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი დაიჩაგრა. და ძალიან ბევრი. ანუ ძალიან ბევრი, რომელიც საერთოდ არც ვიცით, ანუ აი ეგ ხო ეგ არის, რომ ავტორიტარიზმი აკრობს ადამიანებს. თავარი პრობლემა ხო ეგ არის, რომ გაქრობს შენ როგორც რაღაც პროფესიონალს თუნდაც, ხო? ანუ საერთოდ არის გაძლევს უფლებას, რომ დაიბადო, როგორც ვთქვათ, რაღაცა ავტორი და ეგ არის მთავარი პრობლემა. ანუ მე მანდ მაქვს პრობლემა, რომ ზუსტად ეხაც მგონია რომ მანდ ვართ. თორე ვიღაცებს შეიძლება არ ვიცი რა, ვიღაცამ ვთქვათ პირობითად ვამბობ თქვენ ან მე მოგვეხერხებინა ეგ რომ რაღაცა შეგვეპარებინა რა სისტემისთვის და რაღაც იგაურად ალეგორიულად რაღაცა გვექნა ხო და მე რაღაცა წლების მერე ვიღაცა მაგას მიხვდებოდა ან რომელიღაცა კინოკრიტიკოსი მაგას მიხვდებოდა, მაგრამ ძალიან ბევრი ადამიანი დაიჩაგრებოდა ჩვენი კოლეგა რა. ეს არის განა, ანუ ხოთ ის ავტორები რომლებიც ოთარ იოსელიანის მიმოწერა ხო გავრცელდა ინტერნეტშიც რა, იმაზე რა ქვია პასტორალზე. ან როგორ აცვლევინებენ, როგორ ყველა დეტალში შედიან და საბოლოოდ ეს ფილმი ისეთი არ არის, ზუსტად ისეთი რაც თვითონ უნდა და ეს ერთი. მეორე ამბავია, რომ ავტორი რომელიც ცდილობს რაღაც რებუსებით და მეტაფორებით ილაპარაკოს, რომ იმას რა ქვია ცენზურას აუაროს გვერდი, იქნებ მას ესეთი ფილმის შექმნა არ უნდოდა, ანუ ესეთი გზით არ უნდოდა შექმნა და იქნებ მას თავისუფლების პირობებში ბევრად დიდი შედეგი დაედა. ხო და ჩვენ ეხლა დღეს რომ ვყაბულდებით, ჩვენ არ ყაბულდებით მართალია, მაგრამ ის ხალხი რომ ვიცნობ არაერთს და მეგობარია ჩემი ერთ ისინი რომ მეუბნებიან რომ იცი მაშინ როგორი φιλმები კეთდებოდა ცენზურის დროს და ანუ თითქოს ცენზურა გამოსავალი რომ კაი ფილმები გაკეთდეს და გაყალბება ეგ ისტორიის, ეგ არგუმენტი არის ისტორიის გაყალბება. ერთი ისტორიის გაყალბება, მაგრამ შენ ესე იგი ყუთში, ციხეში ჩასმაზე რატო თანხმდები, როცა შენ თავისუფლების პირობებში სხვა სიმაღლეებზე შეგიძლია გახვიდე. ეს არ ესმით რა, ეს არის რაღაცის კომპლექსია, ანუ თქვათ ბოლომდე ის არ არის რაღაც არც სტოკჰოლმის რაღაცა უბედური კომპლექსია, რომელიც იმაში რომ გამოგიყვანა თქვათ განგებამ თავისუფლებაზე რა, უცბად დაინახე რომ ბევრი შესაძლებლობაა, აღარ იცი როგორ მოიქცე და იქ გირჩევნია, ისე იქ რო ვიჯექი რა. იქ კარგად ვაკუნებდი. ყველაზე მთავარი ის არის პრინციპი, რომ პირველი დგას ადამიანის ღირსება და მისი თავისუფლება. ყველაფერი რაც ამის გარშემო იქმნება,
არ ამართლებს მონობას და არათავისუფლებაში ყოფნას და არაღირსეულ ცხოვრებას. ამაზეა საუბარი, თორე ჩვენ არასწორი დისკურსია საერთოდ რატო უნდა გავამართლოთ მონობა და ცენზურა, მაშინ თუ რაღაცა შეიძლება კარგად მღეროდეს რაღაც დაკეტილ ოთახში და მაინც დავინახოთ, რომ აი აქედან აქამდე ან რაღაცა აკრობატს მივცეთ რაღაცა რამდენიმე კვადრატული მეტრი და აბა გადახტი და ძალიან კარგად გადახტეს, მაგრამ როდესაც მას აქვს უფლება, რომ გაშლილ რაღაცა სივრცეში გამოავლინოს საკუთარი თავი, რატო უნდა საერთოდ ეს რატო უნდა იდგას კითხვის ნიშნის ქვეშ. ერთი შემილია თქვა, არ ვიცი მაგაზე ესე არ მიფიქრი აქამდე, მაგრამ რასაც ყვებოდი, ცოტა ის გამახსენდა, ტრედების ექსპერიმენტი არის რაღაც საჭმელს უყრიან და სტერეოტიპები როგორ წარმოიშვება და ერთ-ერთი ეს თუ ამ საჭმლის ჩამოგდების მომენტში ეს ტრედი რაღაცას აკეთებდა, მე გონია რომ ეს საჭმლის ჩამოგდება ამასთან იყო მიბუნ, თქვა ფრთებს თუ აფართხალებდა და მაგდოს ჩაუყარე, მე ყოველთვის აფართხალებს და ელოდება რომ საჭმელი ჩამოვიდეს რა და ცოტა თუ ჩვენ ვიტყვით რომ ქართული კინო საბჭოთა არის თავისი არსით, ხო, ანუ იმ პერიოდს მიეკუთვნება და საბჭოთა პერიოდს აღწერთ როგორც ცენზურის, იმიტომ რომ ცენზურის გარშე ვერ აღწერთ. მაშინ არასწორი ლოგიკური დასკვნა არის, რომ ცენზურა ქმნის კარგ ფილმებს, კარგ ქართულ ფილმებს. ანუ აი ეგ არასწორი დასკვნა შეიძლება გამოიტანო და თქვა რომ რა ვიცი, აგერ ცენზურის დროს კარგი ფილმები იქნებოდა 90-იანებში ნაკლებად კარგი ფილმები, რას გვასწავლის ეს ყველაფერი, რომ ცენზურა ქმნის უკეთეს ფილმებს. შეიძლება ეგეთი დასკვნა. უბრალოდ ბევრი ფული ხო და მაგას ხო ანუ შენ თუ არ იცი კინო ინდუსტრია რა არის, როგორი ფილტრებოდა რა. 90-იანებში საერთოდ არინდებოდა, ანუ საერთოდ ფული არ იყო. ხო და ეხლა ტრედის გადმოსახედიდან ეგ არის ის, რომ სინამდვილეში საჭმელი საიდან ცვივა რა და მაგას ვიძახი, ანუ შეიძლება ეს ბმა რახან მოხდა, რომ აი ცენზურის დროს კარგი იყო. ფილმები, რომელსაც მაგალითად ერთხელ გადაიღებდნენ, არ მოეწონებოდათ და მეორედ თავიდან ბოლომდე აღარ მახსოვს ზუსტად რომელ ფილმზე, მაგრამ ზუსტად ვიცი რომ ერთი ფილმი ზუსტად არ მახსოვს, ხო არ გახსოვთ თქვენ? ერთი ფილმი გადაიღეს სუთავიდან, ანუ მე მგონი არა ერთიც. მონანიებაში ხო არ მოჭრეს ხიზის ქსენები ისეთია. მონანიება რა, ანუ კადრები მთლიანად შეცვლილი. არა, რას გულისხმობ, იცი რომ ანუ შეეძლოთ რეჟისორებს, ხშირად ადარებენ ხოლმე რომ აი საბჭოთა დროს კარგი რეჟისორები იყვნენ, ეხა ანუ რეალურად ქონდათ ძალიან დიდი მატერიალური შესაძლებლობა იმისთვის, რომ ხარისხიანი ფილმი გაეკეთებინათ, იმიტომ რომ ჯერთი, ანუ ამაში ფული იდება და მე ამ ხალხს დიდი გამოცდილება ჰქონდა, ძალიან ხშირად იღებდნენ ფილმებს, ეხლა ჩვენთან მაგალითად, ვიცი, ანუ ძალიან ცოტა ავტორია, ვისაც 2 და 3 ფილმი აქვს გადაღებული, იმიტომ რომ იმხელა კონკურენცია და ისეთი ცოტა ბიუჯეტია, რომ ვერ ხერხდება რა, ესე ხშირად ფილმის გადაღება. ერთ ანუ აი ახლა მაგალითად, რავი, ფასბინდერს და ჰიჩკოკს და ვიღაცებს მილიონი ფილმი აქვს გადაღებული და ნუ ჩვენთან ძალიან ნელა ხდება ეს პროცესი რა. მეგონი საბჭოთა კავშირზე და საბჭოთა სისტემაზე რო ვსაუბრობთ, ძალიან ბევრი სახელია, ნუცა ღოღობერიძე, პირველი ქალი რეჟისორი, რომელიც საერთოდ გადასახლებული იყო და რამდენიმე წლის წინ გაიგო მისმა შვილმა, რომ დედამისი საერთოდ რეჟისურით იყო დაკავებული და საერთოდ გამქრალია მისი გაკეთებული ფილმები და ისიც უნდა ითქვას, რომ გადასახლებიდან დაბრუნებული ის მე რამდენადაც ვიცის საერთოდ არ მოუკითხავს ქართულ ინტელიგენციას, ხო? და ძალიან დიდ კომფორტში და რაღაცა მაშინ ცხოვრობდა ის ძალიან ბევრი ადამიანი, ვინც ამაზე თვალებს ხუჭავდა და ძალიან ბევრი სახელი და გვარი შეგვიძლია გავიხსენოთ საერთოდ. მათე დევიდის დის რაღაცა ვიდეო გავრცელდა და თელავაზე რომ მიმართავს მაყუაშვილს ხო და ყაველაშვილს და ის ნაზი შამანაურის სიტყვა გამახსენდა ვაჟაობაზე, რომელმაც ამხილა მაშინდელი მართველობა რაღაც კორუფციაში და ეს ადამიანი დღეს ცოცხლები არიან მისი მწამებლები, ექიმები, ექთნები, რომლებმაც ის ცემეს და დედაც და ნაზი შამანაურიც საგიჟეთში გამოამწყდეს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში და ცემით სიცოცხლე მოუსწეს და წამებით და ზუსტად სისტემას ისუნდოდა ზუსტად რომ დადებულიყო ის შედეგი რომელიც აი ამიტომ არ თანამშრომლობთ ახლა ჩვენ სისტემასთან იმიტომ რომ კი შეიძლება ზუსტად ისეთი ფილმი გავაკეთო კინოცენტრის პირობებში და ჩვენ ყველამ როგორიც მათ
აი მყისიერად რაღაცას არ დაუშავებს, მაგრამ ჩემი სახელი იქნება თუ ნუცა წიქარიძე თუ გიორგი თავართქილაძე, მათ ისინი ისე გამოიყენებენ, ისინი თუნდაც ისინი რო ტაშს დაუკრავენ, თუნდაც ისინი რო სადღაც ფესტივალზე წამოყვებიან, შენს გვერდით რომ დადგებიან, ის თავის ძალაუნებურად შენ მოემსახურები მათ. სისტემა არის ისეთი, რომ მოგიწევს მათ უთხრა მადლობა, მოგიწევს უთხრა და ეს რაღაცა შეხების წერტილი მოემსახურება იმას, რომ მე ვიტყვით, რომ აი ეს ფილმები კეთდება და ხო ყველაფერი კარგად არის და ამ დროს ისეთი ადამიანი, როგორც მაშინ იყო ნაზი შამანაური, ეხლა ძალიან ბევრი იქნება, რომელიც ციხეშია და არიან კიდევაც არ გააკეთებინებენ ფილმს, იმიტომ რომ ზუსტად იმ რაღაცა მეინსტრიმის ენას არ მოემსახურება და ასე შემდეგ. და ლონდონში ვნახე კიდე შარშან აღდგენილი მასალა ფარაჯანოვის საიათნოვადან ამოჭრილი. ეს არის აი სრულიად სხვა კი არის ფარაჯანოვი, მაგრამ აი შეიძლება ვერც წარმოიდგინო ისეთი მასალა აქვს თვითონ ამოჭრილი. ეს კიდე საკვლევი თემა არის, რომ თვითონ ამოჭრა რა უძღოდა ამას წინ აი უნიკალური მასალა, რომელიც ვერც წარმოგვიდგენია ეს ფერი თუ ხასიათი თუ შიშიშვლე შეიძლება ეს ფარაჯანოვის ფილმში ყოფილიყო. და ხო, მე მგონი ძალიან უნდა ვიფრთხილოთ, რომ რაღაცნაირად არ დაუშვათ ის, რომ თუნდაც ახალგაზრდა თაობამ სტუდენტებს ვლაპარაკობდით, რამე ოდნავ მაინც იფიქრონ, რომ ცენზურა რაიმეთი კარგია. ჩვენ აუცილებლად გავაგრძელებთ იმ ნარატივს და იმ რეჟიმის იმ სურვილს, რომ ჩვენ დავიჯეროთ, რომ აი ესეთ პირობებში რაიმე კარგ შევქმნით და ღირებულს და რამეთი მაინც ამას შეიძლება ამაზე თვალი მოხვიჭო. იცი, აი მომაკვდინებელი რამე არის ცენზურის ფაქტორი, იმიტომ რომ მე რასაც გულისხმობდი, არანაირად არ ვამბობდი იმას, რომ ქართული ფილმები არ არის ისინი. ეს არის სამწუხაროდ, ესენია ქართული ფილმები, სამწუხაროდ. ძალიან ბევრი მაგარი ფილმია, ან გიორგი შენგელაიას ფიროსმანი ვთქვათ, ლანა ღოღობერიძე გამახსენდა, ნუცა რო ახსენე და აღარ ჩამ, თუნდაც დიდი მწვანეველი მიუხედავად იმისა, რომ ძალიან წკინს, რომ ჩემი პედაგოგი მერაბ კოკოჩაშვილი ამ წამს არ არის იქ, სადაც ვისურვებდი რომ ყოფილიყო. ან ეს ხალხი და ეს ფილმები არის ჩვენი მემკვიდრეობა, რომელსაც შევადარებდი მაგალითად აი ქაქუცას რაზმს, რომლებიც ტყიდან იბრძოდნენ. და ეხლა დღეს შენ რო თქვა, რომ აი მე ქაქუცას რაზმის იმებზე, პრინციპებზე და ტრადიციებზე მინდა ავაგო ახალი სახელმწიფო. სწორი ვიქნები, არ ვიქნები სწორი, იმიტომ რომ ქაქუცას რაზმი იყო ბრძოლა. ხოლმე. მაგრამ მე რო ავაგო დემოკრატიული სახელმწიფო, სადაც უნდა იყოს კეთილდღეობას უნდა მოემსახუროს სხვადასხვა ინსტიტუტები და ინსტიტუციები და საყოველთაო კეთილდღეობა შეიქმნას, ხო? მე არ ვიქნები სწორი და ადეკვატური, რო თქვა, რომ აი ქაქუცას ტრადიციებზე ვაკეთებ, თუმცა მე ქაქუცას პატივს ვცემ. ქაქუცას სულ მახსოვს. როცა რუსთაველზე ვდგავარ, ქაქუცა მახსოვს სულ, მაგრამ ვიცი რომ ხვალზე რუსთაველზე აღარ უნდა ვიდგე. ანუ საჭიროების შემთხვევაში უნდა გავიდე, მაგრამ ხვალზე მე უნდა გავხდე ჩვეულებრივი მოქალაქე, რომელმაც უნდა მოთხოვოს უკვე ინსტიტუტებს, ჩინოვნიკებს და ასე შემდეგ, რომ შეასრულონ თავიანთი საქმე. ხვდები და აქ უკვე ქაქუცას ტრადიციები აღარ მეხმარება. ეს ვიგულისხმე, რომ როცა ჩვენ ვამბობთ და როცა ვთქვათ აი მიშა, რაგვარი იყო სარჯველაძე. რა შუაში იყო საერთოდ ჩვენთან მაშინ, ეხლა რომ ჯანდაცვის მინისტრია. არ ვიცი ვინ არის. აი ეგენიო იღებენო ისეთ ფილმებსო, როგორიც მაგალითად ცისფერი მთები იყო, ანუ ჯარისკაცის მამაო, ჯერ სად არის გონებით მაგას რომ ამბობს, ხო? მაგრამ მაგას რომ მაყვედრი შენ ხომ და იაზრებდე ჯერ რა არის ქართული კინო და მე ახლა სად ვარ რა. ანუ ერთ სიტყვით იმის თქმა მინდა რომ მე თუ დღეს ისევ ცენზურა დამიწესეს და მე იმით დავიმშვიდე თავი რომ ცენზურის დროს შესანიშნავ ფილმებს აკეთებდნენ. ანუ მე ისევ გადავდივარ ტყეში ქაქუცასნაირად და მე მომიწევს რომ ქაქუცას რაზმის მსგავსად ვიბრძოლო და მე ან მომიწევს იმაში საფრანგეთში გავარდნა, იმიტომ რომ იმასაც თავისი მიზეზი ჰქონდა, ან მოვკვდე, ან რაღაც, ანუ რატო იცი, ამას გამარჯვება არ უწერია ამ პროცესს, იმიტომ რომ მაშინ მე იქვე ვაწერ ხელს, რომ აი ცენზურა მომიტანეს, ჩვენ ეგრევე დაუპირისპირდით ცენზურას რა. და ვიღაცები არ დაუპირისპირდნენ და თქვეს, რომ მოდი ვიცხოვროთ ამით. მათ ეგრევე მოაწერეს ხელი, რომ ეს ცენზურა ედებათ სიცოცხლის ბოლომდე რა. იმიტომ რომ ისინი მოხიბლულები არიან იმით, რომ აი ამ ცენზურის ქვეშ მე გავაკეთებ კარგ ფილმებს. და მე ვამბობ, რომ ჩვენ
კარგ ფილმებს ვერ გავაკეთებთ ცენზურის ქვეშ, იმიტომ რომ დროა რომ გაიწმინდოს ეს რაღაცნაირი ტერორის ეფექტი ჩვენგან, რომლებიც ეს ტერორის ეფექტი ჯერ კიდე ადევს აი ფილმებს და ედება ყოველთვის და იქ არის ჩვენი მემკვიდრეობა. მოდი ჩვენი მემკვიდრეობა ვაქციოთ თავისუფლებად, გავიჭრათ წინ, დავინახოთ მზე, დავინახოთ ზღვა, დავინახოთ სილამაზე და ვიმუშაოთ იმაზე, რომ გავიგოთ ვინ ვართ საერთოდ. ზუსტად. უნდა გავიცნოთ საკუთარი თავი პირველ რიგში და საერთოდ არ გვევალება რომ ვიღაცას მოვწონდეთ. და პირველ რიგში ეს უნდა ამისი კომუნიკაცია უნდა მოხდეს. ჯერ ერთი უნდა შეიძლება ბევრმა არ ნახოს ოპერა, არ ნახოს კინო, არ გვევალება არავისი გართობა და გამხიარულება მით უმეტეს. და როგორც ჩვენ უნდა ვისწავლოთ ფილმის საკუთარი თავის გაცნობა და ზუსტად აი კარგია ეს ვიზუალიზაცია რაღაცა იქ ტყეში რაზმი აი რო წარმოვიდგინოთ რომ ჩვენ ვართ ოკუპირებული კოლონია ვართ ხო აი ამდენი წელია 200 წლეული ვიბრძვით იმისათვის რომ რაღაცა თვითყოფადი ერი ვიყოთ და აი ამ პირობებში აი რაღაცა რო აგასხან აბჯარი ჩაგაცვან და რაღაცა იდენტობა მოგცენ და მე ეს ყველაფერი უნდა დაყარო და გახარ შიშველი, არც იარაღი გაქვს, არც ტანსაცმელი გაქვს, არც არც პასპორტი გაქვს, რაღაცა წარსული დიდი ისტორია, მაგრამ ამ წუთას დარჩი უნაროდ, როგორც ჩვენ დავჭერთ 90-იანი წლების მერე, უნაროდ და განსაკუთრებით კინოში, იმიტომ რომ მართლა გამოგვეცალა ეს ყველაფერი ხელიდან და მე ვიცი ბევრი ძალიან ესეთი სახელოვანი რეჟისორი და ერთეულებია გამონაკლისი რომლებმაც დღემდე ვერ გაიაზრეთ რა ნაბიჯი რა არის პროდიუსერი და ის რომ სახელმწიფო აღარ შეიძლება შენი პროდიუსერი იყოს და პროდიუსერი გჭირდება აი ამ გააზრების პროცესში ვარ და ჩვენ შეგვიძლია ძალიან თვითდაჯერებულად თქვათ და ავუხსნათ ხუებს რომ ეს არის ხელოვნება, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ ჩვენ და ამის მერე რაც გაჩნდება, აი ამაზე საუბარი, ამაზე კულტურა და აქედან გაზრდა, აი იმ ინტერაქციით, იმ საუბრით მაყურებელთან მე შეიძლება რაღაც სხვა დაიბადოს და უშუალოდ რაღაც სხვა ფორმა მიეცეს. და კიდე ძალიან მნიშვნელოვანია დროის ფაქტორი რა, ანუ ჩვენ ხა რეალურად ეხა ვინ რა ავტორებიც ჩამოვთვალეთ, ისინი რაღაც მოცემულობაში იყვნენ უკვე რა, ნუ ვინ ჩამოვთვალეთ იმ ავტორებს გულისხმობ. ჩვენ ეხა ვართ აი ჩვენ თვალწინ ხდება ეს და ანუ შეუძლებელია რა აი ამასთან ითანამშრომლობა. შეიძლება ეხა თუ დამყარდა აქ დიქტატურა და ესე გაგრძელდა ეხა ვიღაცა 30 წლის მერე თქვა ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ ვიღაც ავტორებმა დაიწყონ ფილმის კეთება და რაღაც აი ამ მოცემულობაში იყვნენ უკვე, მაგრამ ხო მე არ მომგონთ რომ არ უნდა გავაკეთოთ ფილმები უბრალოდ. მაგრამ რაღაც ანუ პირველი ან ზოგადად ეს საბჭოთა კინო რა ეგეთი რაღაცაც არ არსებობს ჩემი აზრით და ერთ-ერთ ყველაზე თუ შემეცნებაზე საუბრობთ რას ვიკვლევთ და ვინ ვართ ხო იდენტობის თვალსაზრისით ანუ საბჭოთა კინოც არის ეპოქალური რა თქვათ 20-იანები 30-იანები 40-იანები ანუ მართლა აწლეულების მიხედვით შეგიძლია დაყო და აბსოლუტურად სხვადასხვა საბჭოთა კავშირი იყო და პროდუქტის შესაბამისი იყო არ ეხება მხოლოდ კინოს რა ყველა დანარჩენს სხვა იყო ანუ თქვათ ცენზურაზე როცა ვსაუბრობთ გონია რა ელდა შენგლაია სტალინურ ცენზურის დროს მაგ ფილმს ვერ გადაიღებდა რა ხო აბსოლუტურად და დაკვეთა სხვა იქნებოდა და იქ ომის წინა პერიოდი და ომის შემდეგი პერიოდი და რა დროს სიცილი და კისკისი არის და ამიტომ ეს რაღაცა გაგება რომ აი თითქოს აი იქაც კი შეძლეს ნუ 40-იანებში ვერ შეძლეს რა ნუ 70-იანებში შეძლეს კი ბატონო ხო ანუ როცა უკვე ეს არის მოსუსტებული არის ხო ანუ გულაგი დათხოვილია და ასე შემდეგ ხო და შესაბამისად ეს რაღაცა მაგალითად ეხა დღეს ყიდულობენ რაღაც ტოტალიტარიზმზე როცა ვსაუბრობთ, ანუ უფრო ეს სტალინური პერიოდი არის, კი მოსმენა და რაღაცები ცენზურა გაგრძელდა ბოლომდე, მაგრამ ტოტალიტარული აღარ იყო რა 80-იანებში სახელმწიფო, სადაც მართლა კონტროლს ვერ აწესებდა მილიციელზე და იმაზე სახელმწიფო სამსახურზე ქრთამი იყო ყველგან გავრცელებული რაღა ის ტოტალიტარიზმი, ხო? და შესაბამისად მაგალითად ეხა რუსეთს უყურებ ხოლმე, თქვათ აი რაღაც კომედი კლუბი რაღაცები სახუმარო ისინი ფილმებსაც ხო იღებენ რაღაცებს რა და უცებ უყურებ რომ თქვათ რაღაცა ხუმრობა პუტინზე სიტყვაზე ან როგორ პოლიტიკაზე აი აგენტების შესახებ კანონი რაც აქვს რუსეთში ჩვენთანაც მიიღეს ასევე აი მაგაზე უცებ ხუმრობენ რა და ხუმრობენ თითქოს ერთი შეხედვით აი ძალიან მკაცრად აი რო იმას გიზამს რომ ეს რატო
რატო გაუშვეს საერთოდ, მაგრამ მე ხვდები რომ თუ რაღაც აი ეს ხუმრობაც კი სისტემა უშვებს მაგ ხუმრობას რა, ის კი არ იყო რომ ამან გაბედა ზღვარზე მეტი რა, როგორც თქვი ხო, რომ ისეთი რომელიც საფრთხეში შეუქმნა, აი აქამდე იყო რა, იქ ხომ, იმიტომ რომ აი ეს ხალხის რო თქვით რომ შეიძლება გამოგიყენონ, რომ ჯილდოს მოგცემენ და მე იტყვიან რომ აი ჩვენ შევქმენით ან დავაფინანსეთ, მაგრამ საბჭოთა კავშირი ყველა ვინც კი ჯილდოს იღებდა ხოლმე, მე იმას ან არ უშვებდა ხო, იმის ნობელის პრემიაზე და სხვადასხვა პრიზების ასაღებად ეუბნებოდნენ, თუ წახვალ აღარ შემოხვალ მაგალითად, ხო? ამიტომ ესეც რომ თქვათ შეგიძლია რაღაც აკეთო, მაგრამ რაღაცა დონეზე უნდა იყოს ყოველთვის, ესეც ერთ-ერთი კარგი მაგალითად, აი ქართულ ენაზე გადაიღო ფილმი, რომელიც ქართულად მკაცრად და ესე ნიუანსებში ესმის მხოლოდ რაღაცა მცირე ჯგუფს და საბჭოთა კავშირის მასშტაბით შეიძლება ყველანი ვერ მიხვდნენ, რომ ეს ძალიან ცუდი დაცინვა იყო სისტემის, იყო და გადაიღო რა საბოლოო ჯამში φιλმი რა დაშავდება ამით, მაგრამ ხა ნუ მოსკოვში მოდი ეგეთი ფილმები არ გადავიღო, ანუ ძალიან შესაძლებელი არის. ხო რა, ეგენ უნდა ისაკ. ფილმები A კატეგორია, B კატეგორია და ხო რაღაც დიდ კინოთეატრებში გადიოდა ისეთი ფილმები, თერიოსელიანი ის სხვა კატეგორია. ხო და ერთი ეს შეკითხვა რა, დღეს რაც არის პრეტენზია რა კინოს მიმართ და რასაც ძალიან კარგად იყენებს პროპაგანდა, რომ ამას შევეხეთ ნაწილობრივ, მაგრამ მინდა რომ უფრო მკაფიოდ რო თქვა რა, რეჟისორს აქვს თუ არა რამე მისია, იმიტომ რომ ამ მისიას თხოვს სახელმწიფო, როგორც მწერალს, როგორც პოეტს, ყველას რა, ანუ ეს დღეს აი ეს შემოვიდა რა, რომ თქვა უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს თქვა ბიზნესის ინტერესებს, ხო, ამ თქვა სახელმწიფოს ინტერესებს. რაღაცა წერილები აღარ უნდა წერონ რაღაც აბსტრაქტულად სუფთა მართლა რაც აი ისეთი 30-იანების სიტუაცია რა 20-იანებში ჯერ კიდე დაშვებული იყო ბევრი რამე, მაგრამ მე მივხვდი რომ ეგრე არ გამოვადა. ეხლა დღესაც ეს საკითხი დადგა. ანუ ზოგადად თქვენ როგორ უყურებთ თქვენ საკუთარ როლს თქვა სახელმწიფოში ან საზოგადოებაში რა, ანუ ეს სუფთა ჩემი ხედვის განხორციელება რომელიც რამდენი კაციც ნახავს იმდენმა ნახოს თუ ცოტა მისიაც გაქვთ რომ აი ქვეყანას მოემსახუროთ, იმიტომ რომ გაქვთ ისეთი მედიუმი, რომელიც თავისი არსით მართლა მასობრივი არის, ხო თქვა სხვა რაღაცა ხელოვნებებისგან განსხვავებით რა, იმიტომ რომ კინო გაჩნდა იმ თავითვე როგორც საერო მოვლენა, ხო, ის იმ თავითვე დიდ აუდიტორიისთვის იყო გათვლილი და არა მხოლოდ თქვა პატარა ელიტებისთვის რა. ხო და ეს დღესაც აქვს კინოს შენარჩუნებული თუ უკვე აღარ არის ასე, როცა საუბრობთ რომ პატარა ჯგუფისთვის გადავიღოთ რაღაც მოკლე ვიწრო ინტერესებისთვის მაგალითად და ეს იქნება ჩემი კონტრიბუცია, მაგრამ რისთვის რა გართობა არ არის ცალსახად ამოცანა, ხო, რატომაც მან არის მე მგონი სერიოზული აცდენა არის ამ ქართული ოცნების ხელისუფლებას ვეღარ უწოდებ უკვე ვინც არიან რა ეს ბანდა ამათ ხედვასა და რეალობას შორის. რეალობა იყო რა, მოვიდნენ ესენი და არსებობდა პატარა ინსტიტუცია, კინოცენტრი, რომელიც არის სიპი ჯერჯერობით კულტურის სამინისტროსი, რომელიც არის სახელმწიფოს ბალანსი, მაგრამ ერთი უცნაურობა ახლავს თან, რომ დებულებაში უწერია ამ სიპს, რომ არ უნდა იყოს მართული კულტურის სამინისტროს მიერ. ანუ მას უნდა ქონდეს ავტონომია და კულტურის სამინისტროდან არავინ არ უნდა ინიშნებოდეს აქ მთავარ წამყვან პოზიციებზე, ან დირექტორის პოზიციაზე, დირექტორის მიმართულებით. რატო? რომ ამ ორგანიზაციას უნდა ქონდეს დამოუკიდებლობა და ამ ორგანიზაციას ლოგიკურად უნდა მართავდეს კინოში ჩახედული, მინიმუმ ჩახედული ადამიანი, რომელიც ერკვევა ტრენდებში და ეხა თავარი ამბავი, რომ ეს როდესაც შეიქმნა ეს ორგანიზაცია რომლის შექმნაშიც ლანა ღოღობერიძე, ელდარ შენგელაია და კიდე არაერთი ძალიან ცნობილი და ქართული კინოს ვარსკვლავი, ასე ვიტყოდი, მონაწილეობდა. ეს ამ ორგანიზაციის შექმნა თლიანად დაეფუძნა ევროპულ მოდელს, კერძოდ ფრანგულ მოდელს. და საფრანგეთში და ასეთ ქვეყნებში, სადაც ასეთი ორგანიზაციები არსებობს, ფილმები ფინანსდება ასეთი წესით, რომ გაძლევენ ფულს, ოღონდ კონკურსის საფუძველზე, კონკურსში რო გაიმარჯვებ, მოგცემენ ფულს და ამ ფულს უკან არ გთხოვენ. და ფინანსდება საავტორო კინო ძირითადად, არ ფინანსდება, იშვიათ შემთხვევებში ფინანსდება კომერციული ფილმებიც, მაგრამ კომერციული ფილმები რო არ ფინანსდება, ეს ჩანს იქიდან, რომ ესენი უკან ფულს არ გთხოვენ, ანუ ანგარიშგებას კი, სა როგორ დახარჯე მაგას გთხოვენ, მაგრამ არ გთხოვენ, რომ მოგებიდან რაღაცა წილი დააბრუნე. ძალიან აქვე დაგიპაუზებ, რომ უბრალოდ გავერკვიო. კაპიტალისტურ მოდელში, ხო, ჰოლივუდის მოდელში კონკურსი. იქ არ არსებობს ეგეთი ორგანიზაცია. არა, რას ვამბობ, კონკურსის პირობა იქნებოდა, რომ რამდენს ამოვიღებ. ხო, ან მოგება რა არის. აი აქ კრიტერიუმი რა არის? რის მიხედვით თქვა, მოგება რა არის სახელმწიფოს ან კინოცენტრის შეგვიძლია მოგება არ არსებობს. აი ინტელექტუალური ხუთი კაცისთვის შეიძლება რომ დაგიფინანსო. აი ეს არის არგუმენტი ხო? როდესაც მე გაძლევ ფულს, რატო არა მილიონისთვის, ხუთი კაცისთვის რატო იქ? ეგ არის მთელი უცნაურობა. ეგ არის ის
რაც ჩვენ გვაძლევს არსებობის საფუძველს ჩვენაირ ავტორებს, ვთქვათ, რომლებიც ვფიქრობთ მხოლოდ ხელოვნების მიმართულებით. ვთქვათ, ჰოლივუდის ავტორი ფიქრობს იმაზე, ხა სკორსეზე მაგალითად, რაც არ უნდა მაგარი ყოფილიყო, მის ფილმებს რო არ ამოეღო ფული. ბევრს არ ამოუღია სხვათაშორის. ბევრს არ ამოუღია, მაგრამ იმიტომ რომ ის ამერიკაა. იგი არის კაი ფილმები, რომელმაც არ ამოიღო. კი. ანუ უცნაურობა რა შემდგომარეობს, რომ ევროპულ ქვეყნებში, საფრანგეთი, გერმანია, ნანა კიდე უკეთესად იტყვის ამაზე, და კიდე ევროკავშირის ქვეყნები რა ძირითადად არსებობს ასეთი ორგანიზაციები, როგორც იყო კინოცენტრი, დაახლოებით ეგეთივე სტრუქტურის და ეგეთივე მოწყობის და არსებობს კიდე ევრიმაჟი, ევროსაბჭოსთან, ევროკავშირთან არსებული კინოკომისია არის, რომელსაც აქვს რამდენიმე თუ არ ვცდები მილიარდი დაფინანსება, ბიუჯეტი, რომელიც ნაწილდება ასევე კონკურსების სახით ევროკავშირის და ევროსაბჭოს ქვეყნებზე, მათ შორის საქართველოსაც მიუღია არაერთხელ რა. ეს ფული მოდის შენთან, შენ აგარჩევს კომისია, შენ პროექტს არჩევს კომისია, მაგრამ იქ არ არის გაწერილი კრიტერიუმად არ არის დასახელებული, რომ ეს უნდა იყოს კომერციულად გამართული პროექტი, მხოლოდ შემოქმედებითი ნაწილია იქ განხილული. თუ მოეწონა ამ კომისიას შენი ფილმი, დაგაფინანსებენ, გადაიღებ ეს ფილმი ამ ფილმს ეყოლებან მილიონი მაყურებელი ან 5 მაყურებელი და ამაზე არავინ არ მოგედავება. არავინ არ იცის და ვერავინ ვერ გაზომავს იმას, ამ ფილმმა რა გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე, ევროპულზე, ქართულზე, ფრანგულზე თუ გერმანულზე. ამიტომ ეს არის დიდი შეიძლება უტოპია ვიღაცის თვალთახედვით, მაგრამ ჩემთვის ეს არის კაცობრიობის განვითარების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომ ადამიანები აფინანსებენ ფილმებს, რომლებიც 15, 20, 30, 70 ან 1 წლის მერე ადამიანებს 5 ან მილიონს გააუმჯობესებენ, უკეთესად აქცევენ, ოღონდ არა აქცევენ არა უკეთესად პროპაგანდისტული გზებით, პროპაგანდა რას გეუბნება, რომ გესვრის ესე რაღაც მესიჯს და იმან ზუსტად იცის, რომ შენი ტვინი გონება არის აი რაღაც ასე მოწყობილი, აგაგზნებს, ან გატირებს, ან გაგაცინებს, დაგმუხტავს რაღაცა იდეით და მერე გაგაერთიანებს მილიონთან, ჩაერთვება მასების ფსიქოლოგიის პრინციპი და იმ მილიონთან ერთად გაერთიანებული წახვალ და ეძგერები და შეიძლება გადააყირაო თქვათ ხელისუფლება თუნდაც. ეს არის პროპაგანდისტული გზა. ეს კინო, საავტორო კინო არ გესვრის მესიჯს, გაჩვენებს რაღაცას და თუ შენში არის შესაბამისი ინფორმაცია, შინაარსი, რაც ამ რეჟისორმა ჩაიფიქრა იდეის სახით, ეს გაღვივდება. ოღონდ გაღვივდება იმ შემთხვევაში, თუ ეს არის რაღაც დადებითი. ბოროტება პრაქტიკულად, ხო, კიდე ცალკე საკითხია. ანუ ეს არის დიდი უანგარო ალტრუიზმია პრაქტიკულად და აი როლზე რო თქვი, რა როლში ხედავ. მე აი ამ როლში ვხედავ ჩემ თავს, ალტრუისტულ საქმიანობაში ვხედავ ჩემ თავს. მე მაქვს იდეები, რაც მგონია, რომ არის კეთილშობილი და ეს იდეები, იმიტომ რომ მე რაღაცნაირად ჩამოყალიბდი ისე, რომ კინემატოგრაფიულად ვუყურებ სამყაროს, კინემატოგრაფიული გზებით ეს იდეები მინდა რომ გავავრცელო, იმიტომ რომ სურვილი მაქვს, იმიტომ რომ ევნება მაქვს ამისი. და ამაში მე მეხმარება აი ესეთი ორგანიზაცია, მეხმარებოდა, როგორც იყო კინოცენტრი. და აი რომ მოვიდნენ ესენი, ამათ უყურეს და იფიქრეს, კაცო თუ ვერ გავზომე ეს რა შედეგს დადებს. თუ ვერ დავინახე იქ 100,000 კაცი უყურებს თუ მილიონი და ეს იდეა. არა, თუ ეს ჩემთვის არ არის რატომ ძალიან მაგარი კინოცენტრში რატო დაგისვეს პროპაგანდისტი. მაგიტო არა. ეს ორგანიზაცია იყო იდეურად ზუსტად იმის საპირისპიროც, რაც არის პროპაგანდა. და იქ მოგიყვანეს პროპაგანდისტი, რომ ეს ფული, რომელსაც ესე გესროდნენ და შენ ამ ფულს იყენებდი და ალტრუისტულად მოიხმარდი და ავრცელებდი ფილმებს, რომლებიც არავინ არ იცის რა შედეგს გამოიღობს ოდესმე, ხო? ანუ განიავებაა, ხო, ერთ გადმოსახულებით. მაგათთვის არის განიავება და გადაწყვიტეს, რომ მით უმეტეს იმიტომ, რომ ისინი თვლიან, რომ ეს მათი ფულია. გადაწყვიტეს, რომ კაცო, ჩემი ფულია, მათი ახლა ფსიქიკა რა, ჩემი ფულია. რაში ვხარჯავ ფულს თუ მე არ თან მით უმეტეს მე თუ კეთილშობილი იდეას ვავრცელებ, ეს კეთილშობილება იმის ანტიპოდია, რაც იმას აქვს ჩაფიქრებული. ადგა და პირდაპირ ესე ჩარჩოში და მითხრა მე შენ დაგიფინანსებ მხოლოდ ისეთ ფილმებს, როგორცაც აქამდე იღებდნენ. როგორ ფილმებს იღებდნენ აქამდე? მე რაზეც ვილაპარაკე და რითიც დავიწყე ჩემი. შეიძლება საერთოდ ესეთი ინსტიტუცია
მარტო კეთილშობილი იდეა კი არა, ნებისმიერი სახით რომ რა სახიდას დაიბადება ხელოვნება შეიძლება ძალიან დესტრუქციული იყოს, ჩვენ გვაქვს ხელოვნებაში ძალიან ბევრი მაგალითი, რომ სადაც არ არის აუცილებელი ჩვენ ვიყოთ კარგი ადამიანები, ჩვენ ვიყოთ ის, ვინც ვართ, ან განვასხეულოთ ის იდეები, რაც გვაქვს და ზუსტად ამაში მდგომარეობს. მე მგონია კინოზე როცა ვლაპარაკობთ, ეს ურევს ცოტა რაღაცა აღქმაში რაღაც პრობლემები არის მაყურებელთან, რომელიც არ არის ჩახედული კინოში და კინოსპეციფიკაში. ხელოვნება არის ერთ მხარეს და ამ ხელოვნებას აქვს ბევრი განშტოება და ერთ-ერთი არის კინო, მაგრამ კომერციული კინო, რადგან მასაც კინო ქვია, არაფერ კავშირში არ არის მასთან. აი სრულიად სხვა მოვლენაა. ჩვენ უბრალოდ პოპკორნს შევჭამთ და რაღაცა ვუყურებთ, რაღაც გასართობ შოუს, არ ვიცი, იუმორინა იქნება თუ სულ არ მინდა დავაკნინო, ან ნებისმიერი რაღაცა შოუ იქნება თუ უბრალოდ კინო, რომელსაც ქვია კომერციული, არ შეიძლება ის განიხილებოდეს როგორც ხელოვნება. ხოდა იმას გართობა აქვს ფუნქცია და ვიცით და ამის ფუნქცია და თუნდაც ფულის გაკეთება. ფულის გაკეთება და ზუსტად ამერიკაში არის ეს დიდი სტუდიოები, რომლებიც სულ სხვანაირად მოქმედებს, მათ შეიძლება ძალიან კარგი ფილმები გააკეთონ, რომელსაც შეიძლება კონდეს ის ხარისხი, რასაც ხელოვნებას შეიძლება კონდეს, მაგრამ ძირითადად ის დგას კომერციულ ინტერესზე. ხელოვნებაში სადაც არის მხატვრობა, იქნება თუ ნებისმიერი სხვა განხრა და კინოც აი ამ ხელოვნებისადმი დამოკიდებულება უნდა იყოს განსაზღვრული სახელმწიფოს მიერ, რომელსაც არ უნდა დავაბნევინოთ თავი რაღაც კომერციაზე საუბრით. ეს უნდა იყოს აბსოლუტურად მოშორებული, როცა ვსაუბრობთ კინოზე, ვსაუბრობთ ხელოვნებაზე და ჩვენ აი ამ განშტოებიდან მოვდივართ, ვინც აქვს ხედვართ კინოზე, რომელიც არის ხელოვნების ნაწილი. ჩვენს ნამუშევრებს შეიძლება ქონდეს რაღაც კომერციული პოტენციალი, მაგრამ ჩვენ არ ვქმნით იმისათვის კინოს, რომ ფული ვიშოვოთ. ჩვენ რომ ეს გვდომოდა, ვისწავლიდით რაღაცა სხვა პროფესიებს, რაღაც სხვას გავაკეთებდით, ჩვენ რომ ეს რო ყოფილიყო ამოსავალი წერტილი. მაგრამ ვიღებთ აუცილებლად იმიტომ, რომ მაყურებელი ყავდეს და კი, რა თქმა უნდა, ეს მაყურებლის ყოლას არ გამორიცხავს, მაგრამ და ის მაყურებელმაც ბილეთში უნდა გადაიხადოს ფული და წავიდეს და ჩვენი ანაზღაურება გვეკუთვნის რაღაც ჩვენი საქმის კეთებაში, მაგრამ ამოსავალ წერტილზეა ლაპარაკი, ჩვენ არ ვაკეთებთ ამას კომერციისთვის. ეს არის ხელოვნება, ხელოვნება არ იქნება კომერციისთვის. ის ხელოვნება, რომელიც არ იქნება კომერციული მიზნისთვის, მას თავისუფალ სამყაროში ეხმარება სახელმწიფო. სახელმწიფო ეხმარება ხელოვნებას, რომ ის შეიქმნას თავისუფლად და მაქსიმალურად თავისუფალ იდეაზე იდგას. როგორც ადამიანის ცხოვრება, ღირსება, ადამიანის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და ნებისმიერი განურჩევლად ჩვენ კონსტიტუციაში მშვენიერი სიტყვები გვიწერია, ხომ? აი ამ ყველაფერს ეფუძნება, ასევე აი ამ გამოხატვის უფლებას ხელოვნება. და მაგალითად გერმანიაში იქნება თუ საფრანგეთში იქნება თუ სხვაგან ის ინსტიტუცია საერთოდ არც თუ რაღაცა მიგანიშნებს რა აკეთო, აი საერთოდ არ ერევა აი შექმნის პროცესში, აი მაგალითად და აქეთკენ მიდიოდა კინოცენტრი, არ იყო სრულყოფილად მისული იქამდე სადამდეც უნდა ყოფილიყო, მაგრამ პრინციპები ქონდა გაგებული და გააზრებული, ვინც იმ ადამიანებმა ვინც შექმნეს, რომ ეს უნდა ყოფილიყო ინსტიტუცია, რომელიც რას აკეთებს? სახელმწიფოს ბიუჯეტიდან მოაქვს რაღაც თანხა და ამ თანხას დამოუკიდებელი ჟიური არის მოწვეული და ამ ჟიურის საქმიანობის საფუძველზე, პროფესიონალი ჟიურის საქმიანობის საფუძველზე ამ თანხას მიზნობრივად ანაწილებს. ესევალება მხოლოდ კინოცენტრს და არა იქ რაღაცა დიდი სჯაბაასი და განხილვა როგორ უნდა ვაკეთოთ ჩვენ რეჟიმის საქმე. ძალიან მარტივად არის სინამდვილეში და ალბათ აი რაღაცნაირად ესეც უნდა გავიცნობიეროთ, რომ დაიწყებენ თუ არა კინოს რაღაცა კომერციის ნაწილზე საუბარს, უნდა ვთქვათ, რომ ეს არის გადაკვეთის წერტილები, მაგრამ ამან არ უნდა
არ უნდა შეუძლებელია რომ კომერციული კინო გაკეთდეს საქართველოში, იმიტომ რომ მაგის არც რესურსი არ არსებობს, არც გამოცდილება და ასე შემდეგ. თუნდაც გაკეთდეს, გააკეთონ. პრობლემა არ მაქვს. უბრალოდ კინოცენტრის საქმე ეს არ არის ნამდვილად. კინოცენტრის არის ბიზნესი მაგრამ ერთ რაღაცას გიპასუხებ, რომ აი როცა თქვი რომ აი ქვეყანას გამოვადგე და რაღაც. ანუ საერთოდ მგონია რომ ხელოვნებას ერთი განსაზღვრება არ აქვს რა. ანუ ძალიან ბევრნაირი მიმართულება აქვს. ანუ მარტო კინოს კი არა, ყველა მიმართულებით და ანუ ყველა ავტორს რაღაც თავისი დამოკიდებულება აქვს რა. ანუ არ ამგონია რომ ეხა ვაჟას სტუმარ მასპინძელი იმიტომ დაეწერა რომ ქვეყანას გამოდგომოდა რა რაღაც არის რა ჩვენში არის და რაც ჩვენ გაინტერესებს და ნუ ყველაზე მთავარი არის რომ ფორმები რა რაღაც ის ფორმა რაც ანუ კინოში ერთ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია და ყველა ნებისმიერ ხელოვნების დარგში რომ ანუ რაღაც ისეთ რაღაც ახალ ფორმებს ეძებ და მაგისთვის არის ეს დაწესებულება, რომ მე დამეხმაროს, რომ მე რა ამ სფეროს დაეხმაროს, რომ რაღაც ახალი ვიპოვოთ. ზოგადად საკაცობრიო იდეაა რა. მაგრამ არ არის რაღაცა ანუ არც რაღაცა არ აქვს ხელოვნებას ეგ დანიშნულება, რომ რაღაც მორალისტური ენით გველაპარაკოს ან რაღაცა გვასწავლოს, ანუ არ არის ეგ ხელოვნების ვაჟას იგივე აქვს პუბლიცისტიკა, სადაც მაგაზე ლაპარაკობს, მაგრამ როდესაც მის რაღაც პოემას კითხულობ, მან და სრულიად დაცლილია მაგის. მაგრამ გინდა არ გინდა, აი ამ დიდ რაღაცა ოჯახში ყველას თუ თქვათ ეს რაღაც ერია, რაღაცა თქვათ ქართველი არის, თავისი ელფერი შეაქვს, ხო? ოღონდ ამ ერმა რო თავისი ელფერი შეიტანოს, ეს ელფერი უნდა კონდეს, ეს ელფერი ხო უნდა ჩამოყალიბდეს და ყალიბდება ზუსტად ეგრე, რომ მე როცა სრულად ვახერხებ ჩემი თავის გამოხატვას ხელოვნებაში თავის დაუნებრად ხდება. ცენზურა არ მიშლის, რომ თავისთავად ხდება. და ამიტომ მე მგონი ჩვენი ქვეყანა ჯერჯერობით კიდევ ვერ გადაეწყო, ესე იგი ამ ახალ ანუ კულტურა პრინციპში ხა ცუდ რამეს ვიტყვი, მაგრამ დასაბამიდან მოყოლებული ჩვენი კულტურა მაინც ვიღაცა აძლევდა ფორმებს რა, ვიღაცა კრეჭდა, ვიღაცა როცა მონარქიული იყო წყობა, იქ კიდევ უფრო მეტად, მე საბჭოთა კავშირმა კიდევ უფრო ჩაკეტა და აი ახლა გავდივართ რაღაცა ვთქვათ ამ განმანათლებლობამ მოიტანა შედეგად რომ რაღაცა გაიხსნა გონება და გვინდა რომ გავიშალოთ აი მაგაზე უნდა გადავეწყოთ ჩვენს ევროპამ მოახერხეს ამიტომ ამბობთ ხო პრაქტიკულად რომ ჩვენ გვინდა ევროპა აი აქ გვინდა გავიდეთ ანუ მენტალური განვითარების კაცობრიობის მიღწევის აი ამ საფეხურზე ჩვენ შევდგათ ფეხი და ჩვენმა კულტურამ შეძლოს თვითგანვითარების რელსებზე გადასვლა მაგრამ არა ესენი ისევ კეტავენ და ისევ გვეუბნებიან რომ აი 70 წლის წინ რომ მოიგონეს ისევ იმ მეთოდებით უნდა უკრიჭოთ იმიტომ რომ თავისით ვერ განვითარდება არა შეიდიოტო განვითარდება თავისით უნდა განვითარდეს თუ გინდა რომ რაღაცას მიაღწიო და პრაქტიკულად ჩვენ მაგისტვის დავიწყეთ ბრძოლა კინოცენტრთან რომ გავედით 11 ივნისი იყო 2023 წლის მაგას ალბათ რა დამავიწყებს მაგ დღეს აი მაგ დღეს რომ გავედით დავდექით აი ახლა კიდევ უფრო კარგად ხვდები რომ ჩვენ დავდექით ზოგად საკაცობრიო იდეით რომ მიეცი კაცობრიობის განვითარების შანსი აი ამ სეგმენტში რომელსაც ქვია საქართველო ეხლა საინტერესო მან არის კიდე რომ სცენარში ის კრიტიკული ფილმებიც კი რომელიც საბჭოთა კავშირზე არის ანუ დღეს არის რეჟიმზე რა ანუ ის რეჟიმი როგორც დღეს ყალიბდება ყველა ის კრიტიკული საბჭოთა ფილმიც კი ქართული ხომ თქვა ცისფერითები იქნება გიორგობის თვე იქნება ეს მაგალითად ხო მუშაობს დღესაც ანუ დღეს აბსოლუტურად შეიძლება აჩვენო ხალხს და უთხრა რომ აი დღეს აქ ცხოვრობთ რა მაგალითად ეხლა ცისფერითები რა არის ხო ბიუროკრატიული რაღაც სისტემა სადაც ადამიანს უნდა რაღაცა გამოსცეს და იმდენად არაკომპეტენტური ხალხით არის დაკომპლექტებული და იმდენად არაინტერესებს და კადრები იმდენად არაემპათიურები კი არა საერთოდ თავის საქმის გაგება არ აქვს ხო ჭადრაკს თამაშობენ 24 საათი და ყველაფერი მოდის იმიტომ რომ დირექტორია თავად ნომენკლატურის ტიპი რომელიც ფუნქციაც არის რომ პახმელიაზე გამოვიდეს მაცივარში დადებული ბორჯომით და წავიდეს მეორე кейფში აი ეგ სისტემა არის ახლა დღეს ნებისმიერი სამინისტრო ეგრე წარმომისახება რა სადაც აი მართლა ციგნის სახლის ყველაზე კარგი ნათელი მაგალითი ეგ არის რა ეს ბოლო ერთხელ кейფი ვნახეთ
გაზეთებზე გაშლილი. მეორეჯერ ტრულაილა ვნახეთ, გიტარიანი ხალხი. ანუ ხო, ის რა ქვია, სარაჯიშვილი და ზაქარია ფალიაშვილი მღეროდა და უკრავდა და იქ პავლო იაშვილი ლექსებს კითხულობდა და ტრულაილას და გაზეთზე გაშლილი თევზი და კარტოფილი კამასთან ერთად, აი ეგ პურმარელი დაგხვდა რა და ეგ სუფთაცისფერი მთები არის, ხო? ამ თქვა, რასაც უკეთებენ აბსოლუტურად ყველაფერს. აი გიორგობისთვის ხო მარტო ღვინო არ მეტაფორა არის, საერთოდ რა გაუკეთეთ საკუთარ თავს ყველაზე ძვირფას, ხო? ნუ ღვინო არის ჩვენი ერთ-ერთი იდენტობის ნაწილი, ხო? მაგრამ ეხლა უნივერსიტეტში ადგე და ის გააკეთო, რასაც აპირებენ, არის აბსოლუტურად აი ის ღვინო გააკეთო, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს ვაწარმოებდით, ხო? ანუ თქვა, ეს როცა ვსაუბრობთ კომერციალიზაციაზე, ხო? ანუ განათლება თავისთავად არის ღირებულება. თუ რამე რეფორმას აკეთებ განათლების სფეროში, პირველი უნდა დაწერო დაფაზე, რომ განათლება არის ღირებულება, როგორც ასეთი მორჩა და არაფერი ხაზი იქიდან არ გამომდინარეობს და მე ნებისმიერ დანარჩენ სასწავლო პროგრამა იქნება ეს თუ თქვა სისტემა სტრუქტურა, ამის მიხედვით უნდა ააგო, ხო? რაც თავისუფლება იქვე უნდა იყოს მიწერილი რა და ისინი წავიდნენ ბიზნეს კითხეს რა, როგორი მუშახელი გჭირდებათ რა, ესე რო იწყებ განათლების რეფორმას, მიიღებ კატასტროფას რა თქმა უნდა, იმიტომ რომ ნუ არ არსებობს გული აქვს ამოცლილი რა და იგივე ეხება თქვა კინოცენტრის საკითხს, როცა ავალებ რომ გამიკეთე ხა ფილმი, ხო ვიცით რა დაახლოებით რა დაკვეთაც არის რა, დავით აღმაშენებელი, ერიკლე მეფე ამათი ვითომ იდენტობის ნაწილები რაც არის, რომ ისევ ხალხი გათიშონ და აყურებინონ რაღაც, ოღონდ ისევ ტექნიკურად ალბათ ვერც გააკეთებენ, ხო, ბატალორი სცენა მაქხელადონის წარმოუდგენელი არის საქართველოს შექმნა. ამასობაში ეს პრიალა ბიჭი რო იცოდე. რო იცოდე, ხო ჩანერგეს და იქ ხო იქიდან ვიყურა ესე ნიშნის მოგებით და ძალიან ბევრი ნიშნულობას ვანიჭებთ არა, ხო და აღარ ინიჭება, იმიტომ რომ აღარ არის იქ. თვალსა და ხელშუა სრულიად უეცრად აღმოაჩინე რომ აღარ არის. წავიდა. აი როგორც ჩაგდეს, აი ესე ამოიღეს, ხო რეალურად რა გიკვირს, როცა ორჯერ პრემიერობა მოვლილი ადამიანი ისე აორთქლდა ამ რაღაცა ჩვენი ამ პოლიტიკური სივრციდან, რომ რაღაც ვერც გავიგეთ, ეს იქნება დაგვესიზმრა ეს ყველაფერი, ნამდვილი იყოს. რომელ პრემიერზე? ყველა პრემიერი ისე გამყარდა. ერთი საერთოდ ღარიბაშვილი, რომელმაც ძიმე დანაშაულის ჩადენის შემდეგ საერთოდ აღარ არც გამოჩნდა და არაფერი აღარ ვიცი საერთოდ. ხო, ანუ აქ ღირსების იცი რა მინდოდა მე თქვა აი ამ მოვალეობაზე, როცა იკითხე შენ რომ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენი როლი. საერთოდ ხელოვნებას და განათლებას რაღაც თავისუფლების იდეაზე არის დაფუძნებული და თავისუფლების გარეშე არც ერთი არის იარსებებს სრულფასოვნად და ჩვენი ალბათ კინორეჟისორების ან როგორც ხელოვანების როლი საერთოდ თუ შეიძლება ესეთი დეფინიცია ქონდეს, მდგომარეობას იმაში რომ ვიყოთ თავისუფლები. ეს არის ყველაზე დიდი, აი იმ რაღაცა მოქალაქეობრივი ვალის მიღმა რაც კი შეიძლება ჩვენ ვალი გქონდეს, ეს არის რომ უნდა ვიყოთ თავისუფლები. და რაღაცა ერთი ეპიზოდი მახსენდება აი გერმანიაში მე უფრო იქ ვიცი ეს განათლების იქ გავატარე ბევრი წელი და ერთ-ერთ ხელოვნების აკადემიაში დაახლოებით ეს 20 წლის წინ ნამდვილი ამბავია პროფესორი იორგი იმენდორფი სამხატვრო აკადემიაში ჩემ მეგობარი იყო მისი სტუდენტი და რაღაც აპროტესტებდნენ სტუდენტები დერეფ ეს კაცი რომ მოვიდა აკადემიაში ეს სტუდენტები იყვნენ და დიდი ავტორიტეტი ჰქონდა ამ კაცს იმიტომ რომ ძალიან წარმატებული იყო და აღიარებული და რაღაცას აპროტესტებდნენ ეს სტუდენტები იყვნენ შეკრებილი დერეფანში და აღარ მახსოვს რა კონტექსტი იყო, მაგრამ რო იკითხა ამ კაცმა რას აპროტესტებს, სტუდენტებმა უთხრეს და აბა ეხლა შქარა შელაგდითო და რაღაც მოკლედ ძალიან მკაცრად ეჩხუბა და ყველა შელაგდა და ეს რა გააკეთეთო? ეს არისო პროტესტიო და აი ზუსტად ეს არის ჩვენი ვალი. იქით ეჩხუბა მე. იქით ეჩხუბა. ეს არის ზუსტად ეს არის განათლების ვალი, რომ სტუდენტს სასწავლო რომ ის თავისუფალია. ხელოვანს დაეხმარო რომ იგრძნოს და ყოველდღე სწავლობდეს რომ ის თავისუფალია, იმ შედეგების მიუხედავად რაც მას მოაქვს. და ზუსტად ეხა მე იგივე დაახლოებით იგივე თემაზე მქონდა მე გერმანიის კინოსკოლაში რაღაცას ვასწავლიდი და მყავდა სტუდენტი ისრაელიდან და დაწერა სცენარი და აი ამ დღევანდელ დღეზე არის საუბარი და ამ გაჩნდა კითხვა რომ რას ფიქრობდა ის საერთოდ ღაზაზე და რაიმე სახით ხო არ იყო ამ სცენარში ამაზე რაღაცა
რეფერენსები ან რაღაც თამაშობდა თუ არა რამე როლს და თუ არ თამაშობდა და ეს არის ძალიან საინტერესო და ის უკითხა აქვს კი უფლება ახალგაზრდა ადამიანს დღეს ისრაელიდან არ ილაპარაკოს ღაზაზე. და აქ არის ერთმნიშვნელოვნად პასუხი, რომ მას აქვს ამის უფლება. ხელოვანს აქვს უფლება ილაპარაკოს იმაზე, რაზეც უნდა. შეიძლება ეს შენ მოგეწონოს, შეიძლება შენ არ მოგეწონოს, შეიძლება მოგწონებოდა რომ ეს ყოფილიყო ფილმი, სადაც მეტი პოლიტიკური კონტექსტი იქნებოდა, მეტი ყურადღება ექნებოდა დათმობილი იმ სატკივარს და იმ კონტექსტს რაც ჩვენ გვაწუხებს, მაგრამ მან გადაწყვიტა დაწეროს სცენარი და ილაპარაკოს იმაზე, რაზეც მას უნდა საუბარი. ასე რომ პასუხი არის ძალიან მკაფიო და ნათელი ჩემი მხრიდან, რომ ჩვენ უნდა ვემსახუროთ თავისუფლებას. მაშინ აქ მე ცოტა ინტრიგა შემოვიტან. ის იმ ხალხზე რას ვფიქრობ, რომ არაფერი არ ილაპარაკობს ღაზაზე. ღაზას იქ თემის ლაპარაკობს ღაზაზე და ჩვენ ვერ გავიგეთ. აი საქმეც მაგაშია, იცი, ვერ არასწორად ისმება თუ არა ეგ კითხვა, მას აქვს ცენზურის სუნი. ხო, მაგრამ თუ შენ არ გაქვს რაღაცა მორალური პასუხისმგებლობა სამყაროს მიმართ და როგორც ადამიანს, რომელიც ღიად ლაპარაკობს საჯაროდ, ანუ სხვა პროფესიები არ არის საჯარო პროფესიები, რა თქვენი პროფესია არის ესეთი იმთავითი. და საჯაროდ რაღაცებს ლაპარაკობ, ამბობ, რომ აი მე ესეთი ადამიანი ვარ, თავისუფალი ვარ და უცებ ხდება ისეთი რამე, რომელიც აი ცხვირწინ გაქვს და ისევ უვლია მას რა გვერდს და მაშინ ჩდება ეგ საკითხი, რომ თუ აიღე პასუხისმგებლობა, რომ აი ამ საკითხებზე მელაპარაკო და წარმოადგენდე რაღაცა ჯგუფს, ხო, ამ თქვა თან მაყურებელს ყოველ შემთხვევაში ვიღაცას რაღაცები უთხრა, მაშინ ესეთ მნიშვნელოვანი, რომელიც უკვე ყველასთვის მნიშვნელოვანია ცალსახად, მაგაზე რა დუმხარ, იმიტომ რომ მაგალითად თქვენთვის აი გაიხსენე ის დღე, როცა ბოიკოტში წახვედით და ყველა ხარ არის ბოიკოტში, მაგ ადამიანებზე არანაირი წყენა არ გაქვთ, ან თქვა გაკიცხვის უფლება არ გვაქვს, ესე გამოდის, იმიტომ რომ თუ ერთი მხრივ ადამიანმა აირჩია ხელოვანმა რომ თავისუფალი იყოს და რაღაცაზე თავისუფალი აზრი არ გამოთქვას, მაშინ უნდა დაუტოვოთ ის უფლებაც, რომ თქვა ითანამშრომლოს და მიგატოვოთ თქვენ. ანუ მე ამ ბრძოლაში ვიტყოდი, რომ ვიღაცებმა მიგატოვეს რა, იმიტომ რომ მე მიუხედავად იმისა, რომ არ ვარ ამ სფეროში, როცა ვხედავ ტელევიზორში ადამიანს, რომელიც გამოდის და ამბობს, რომ აი, რაღაც კონკურენტი, თქვა წამყვანი გახდა ერთ-ერთი ხო, პირველი არხის რაღაც პროგრამის ერთ-ერთი რეჟისორი და უცებ ვიცი, რომ ამ ხალხის მეგობრები, კოლეგები, რომელთანაც ნამუშევარი აქვთ, ფესტივალზე ნამყოფი არის, გამარჯობა უთქოს, ხელი ჩამოურთმევი არიან ბოიკოტში. ბევრი ულუკმაპუროდ მართლა, ხო, ეხა ეგრე არის, იმიტომ რომ პროფესიაზე თქვით უარი ფაქტიურად, შემოსავალზე და უცებ ეს ამბობს, რომ მე ჩემი გზა მაქვს რა და წავალ ამ გზით, მაგრამ ვერ ვაკრიტიკებთ მაშინ. თუ თავისუფალია, იყოს თავისუფალი, რაც უნდა ის. იცი რა არის, სხვა კონტექსტი არის, აი ეს ისრაელის სტუდენტის შემთხვევაში, აქ საუბარია იმაზე, დაუშვათ ეს სცენარი მივცეთ თუ არა მწვანე შუქი ამის გადაღებას დაუშვათ და ჩავიბაროთ თუ არა ეს სცენარი, ამაზეა საუბარი. მაგრამ იგივენაირად ჩვენ რო ვისხდეთ რომელიმე კინოფესტივალის ჟიურიში და სადაც ფილმები იქნება და ერთი ლაპარაკობს დაუშვათ ღაზაზე, მეორე არა, ერთი ეხება რაღაცა საქართველოში რაღაცა ერთი გააკეთებს ფილმს დაუშვათ სიყვარულზე თბილისში 2025 წელს და მეორე ფილმი იქნება პროტესტზე 2025 წელს. ეს უკვე მე ჩვენ შეგვიძლია შევაფასოთ, მაგრამ ძირში თუ ჩვენ ძირშივე დავუწესებთ რაღაც წესებს, რომ რაზე უნდა ილაპარაკოს, მან ეს ეწინააღმდეგება იმ თავისუფლების პრინციპს და იდეას. თუმცა შემდეგ, რა თქმა უნდა, მე შეიძლება სხვა მომეწონოს და სხვას, რა ვიცი, დაუწეროთ მაღალი შეფასება, რამდენადაც ეს საერთოდ შესაძლებელია, რაღაცა თამაშის პირობებში მივდივართ, ხო? რაღაც როდესაც რომელიღაც ფესტივალზე ვარ და რაღაცას ვაფასებთ, მაგრამ აქ გვაქვს, რა თქმა უნდა, უფლება რომ შევაფასოთ და თქვათ, რომ ეს უფრო მომწონს, რადგან ეს ამ თემას შეეხო და ეს უფრო რაღაცნაირად მეხება ემოციურად, ეს არ მეხება და გვერდს უვლის, შეგვიძლია ვთქვათ. მაგრამ არ უნდა შევზღუდოთ სოლიდარობა არის რა სავალდებულო, ეგეთი შეკითხვა რა საბოლოო ჯამში რა, ანუ გაქვს თუ არა უფლება ვიღაცას მოთხოვო, რომ რა ვიცი, დამეხმარე, ან დაინახე, აი მინიმუმ დაინახე, ხო? ანუ იმ სიტუაციაში, სადაც თითქოს შეუძლებელია რომ არ ხედავ, ან ვიცი რომ ხედავ და უბრალოდ რაც მჭირდება, თვალი ჩამიკარი რომ ხედავ რა. ანუ მაგალითად ფილმი, რომელიც თქვენ თქვით, ისეთია ხო, რომ რაღაცა შეიძლება გადაიღოს სიყვარულზე, მაგრამ მიმანიშნე მაინც რომ ღაზა იცი რომ საერთოდ ხდება რა წელს რა, ხო და ვიღაც გეუბნება რომ არა, მე ვერ დამავალდებულებ ამას რა, მე ცალკე ვარ რა. ამ სოლიდარობას ვერ ეს მინიშნებაც ძალიან
ძალიან სუბიექტური შეიძლება აღმოჩნდეს. ხო, ვიღაცისთვის იყოს მინიშნებული, ვიღაცისთვის არ იყოს მინიშნებული. გამოტოვებული იყოს. და მე მგონი ძალიან ისეთ იმას აქვს მნიშვნელობა რა დევს რა, ანუ საპირწონეთ რა და ანუ ხაზის შემთხვევა ისეთი რაღაც არის, რომ მე ეგრე აღვიქვავ, რომ ანუ ცალსახად ეგრე აღვიქვავ, რომ ჩვეულებრივი ფაშისტური რაღაცა იმას უყურებთ რა, გენოციდს და ამიტომ არ ვიცი, ეგ მე სულ ფიქრობ, ან მართლა სულ აი რაღაცა ბავშვობიდან რო უყურებდი, რომ ანუ თქვათ აი გერმანელებმა ესე დაჩაგრეს ებრაელიერი, სულ ფიქრობდი, რომ აი სად იყო დანარჩენი მსოფლიო. აი თუნდაც აი იგივე საფრანგეთი, გერმანიის მოქალაქეები, რომლებიც ვიცით ხო, რომ რაღაც ძალიან დიდი კულტურის წარმომადგენლები არიან და მთელი დანარჩენი ევროპა და ხო, ნუ ესე მოხდა და ეხაც მაგას უყურებთ რა პრინციპში რა. ნუ ბევრ განსხვავებული რეაქცია არის, მიუხედავად ყველაფრისა, ხო? ეხა ბოლო დროს ცოტა რაღაც ფართხალი დაიწყეს, მაგრამ ნუ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა და თან იმის ნუ ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს უკვე ერთხელ მოხდა და ეხა განმეორებითია და რაღაც უფრო მეტი რეფლექსია უნდა გქონოდა რა. ამიტომ არ ვიცი, არსებობს რაღაცები, აი ხა იგივე ხო არ ვიცი ანუ საერთოდ ვინმეს რამე ევალება თუ არა რომ სოლიდარული იყოს და მოვთხოვოთ ხო წინს ეგ ხო იცი რა არის აი მე მგონია რომ ეგ ანუ რაღაც ეგ ადამიანობა სოლიდარულობაში არის რა ანუ მან ჩნდები ალბათ ადამიანი მაშინ გაჩნდა ადამიანად როცა ვიღაც ანუ ცეცხლი რო დაანთო უთხრა ვიღაცას რომ შენ მოდი ჩემთან ერთად გათბი ალბათ მან გაჩნდა ადამიანი რა და მანამდე ალბათ ცხოველები ვიყავით ხო აი რაღაც ეგ რა ნუ რაღაც როცა სხვაზე ზრუნვა დაიწყე და ან ძალიან უცნაური ის არის რომ ჩვენი კოლეგებისგან იცი რა არის ეხლა რამ წყინს აი ეგრეც ვერ ვიტყვი ან ვიღაცებზე წყინს შეიძლება მაგრამ ან მიმატოვესაც ვერ აღვიქვავ ეგრე რა უფრო მგონია რომ მართლა თავის თავზე თქვეს უარი როგორც ავტორებმა იმიტომ რომ არ მგონია რომ რაღაც ისეთი შედევრი შექმნან რომ ეს ყველაფერი რაღაც ღირდეს მაგათ როგორც მოიქცნენ და დიდი ჯგუფი არის ადამიანების ხო რა ვიცი ანდრო ციხეში ზის ვიღაც ჩვენი თქვათ სფეროს წარმომადგენლები ცემეს აქციებზე თან სასტიკად ანუ რა ვიცი დაგვჩაგრეს ჩვენ ანუ მოგებული პროექტები რაღაც მოგებული პროექტები არსებობს რომელშიც რაც გვეკუთვნის იმ ფულს არ გვაძლევენ ანუ გვჩაგრავენ ჩვეულებრივად გვეუბნებიან რომ შენ არ გინდოდა ჩემთან ეხლა მეც არ ანუ რაღაც აი ეს მთელი საერთოდ ქართული ოცნების პოლიტიკა ხო მაგაზია აგებული რომ შენ არ მაღიარებ არც მე არ გაღიარებ ანუ ეგ თვითონვე გეუბნებიან რომ არ არიან პოლიტიკოსები იმიტომ რომ შენ თუ პოლიტიკოსი ხარ მე რაც არ უნდა გაღიარებ და შენ უნდა მაღიარო ეგ არის ხელისუფლება ანუ მე რომ ვიყო სულ რაღაც გადარეული თუნდაც რაღაცა დაჯგუფება ვიღაცა რაღაცა როგორც თვითონ გვეძახიან 50 კაცი აი შეიძლება ესე წარდებოდა 50 კაცის არაღიარებაზე ანუ მთელი ის ხო ეგ არის რომ შენ არ გაღიარებს ქვეყანა და შენც არ აღიარებს შენ მოსახლეობას დიდ ნაწილს არ აღიარებ ეხლა ამათ მარჩევნებში კალაძე არის 20% ქალაქის თბილისში მიიღო 20% ანუ როგორ შეიძლება ქალაქს მართავდეს ადამიანი რომელსაც 20% აქვს მხარდაჭერა და მაქედან დარწმუნებული ვარ 15% ძალით მიიყვანეს ხო ანუ როგორც ყველა ხელისუფლების დროს ხდებოდა ისე ხო და ანუ რეალურად მან და ეგ არის რომ რაღაცა ის რაღაც გვეთამაშებიან რა რაღაც მართლა იწილოს და ეგ ძალიან საწყენია რომ აი ვიღაც ჩვენი კოლეგები ამ თამაში შევიდნენ რა და რაღაც ჩვენ არ გვინდა რომ მაგის თამაში ანუ არ უარი მაგაზე იმიტომ რომ ხო სისუსტეა ცხადია სისუსტეა და ანუ მართლა გულწრფელად უფრო რაღაცნაირად აი მაგ ხალხსაც უთანაგრძნობ რომ აი როდესმე ხო დამთავრდება ეს რა რაღაცა ანუ შეიძლება ბევრი წელი დაგჭირდეს მაგაზეც მიფიქრია რომ რაღაც ხა 2 დღეში და 3 დღეში არ მოხდება მაგრამ ანუ სად უნდა წავიდნენ ანუ ჩვენ მუშაობთ ფილმებზე და ჩვენ რაღაც
სრულიად განსხვავებული ადამიანები ვართ ერთმანეთისგან და მოახერხეთ და რაღაც გავერთიანდით და რაღაც აღირებულებაზე შევთანხმდით და ესენი რაღაც გავიდნენ ამ წრიდან და ძალიან საწყენია ეგ რა. არსად არ წავლენ, მაგათთან ერთად მოგვიწევს ყოფნა. ხო, ან მე მაგალითად თითქოს კი არ უქნებ უბრალოდ ხო, რა ვიცი. აფრთხილებ. არ ვაფრთხილებ. უბრალოდ ხო, რა თვითონაც ძალიან კარგად იციან, რომ მაშინ, როდესაც რეალურად რა მოხდა რა. რეალურად ეს ყველაფერი აქამდე იმიტომ მივიდა, რომ ჩვენ რო ყოფილიყავით ერთიანები და დასაყრდენი რო არ ქონოდა სისტემას. ნებისმიერ იმ სფეროში, სადაც ეხლა რაზეც ვლაპარაკობთ, რა, იგივე მუზეუმში, იგივე მწერალთა სახლში, იგივე კინოში, ეს რეალურად რა მოხდა, ხო, რაღაცას ინსტიტუციებს დაარტყა ეს. იპოვეს შიგნით ხალხი, ვისაც დაერქვა. და იპოვეს და ეს რო ყოფილიყო ერთიანი და ვერ ეპოვათ ვერც ერთი. არა, მაინც იპოვიდნენ. ციხეებიდან მოიყვანეს. ვიღაცას მოიყვანეს და ეგ ვიღაცა არ იქნებოდა. ეგ ვიღაცა ვერ იქნებოდა დასაყრდენი. იმიტომ რომ ჩვენ ხომ მთელი ამბავი იმაშია, რომ ჩვენ როცა ეს ბრძოლა დაიწყეს, ჯერ სისტემა ესეთი მყარი არ იყო. ჩვენ შეგვეძლო მათთან შეწინააღმდეგება. ჩვენ რო ქონოდა თუნდაც უფრო ძლიერი ბრძოლის გამოცდილებები, ტრადიცია ბრძოლის. იგივე როგორც მოხდა ხო საფრანგეთში, დაკავება, კინოცენტრის და ასე შემდეგ. ეს ჩვენ ტრადიცია ამისი გქონოდა. შეიძლება ჩვენც გაგვემარჯვებინა შეიძლება ჩვენგან აგორებული იყო საერთოდ მომდევნო რეალურად მე ისედაც ეგრე უყურებ, რომ ეხა ეს ბრძოლაც უფრო რაღაც ნიადაგი უნდა იყოს შემდეგი თაობისთვის, იმიტომ რომ რაღაცა ეხა იდეალისტურად არ უყურებ ამ იმას რა. ეს შემდეგ თაობას იქ მაშენებული დაუტოვოთ რა. ხო, მაგრამ უნდა გჯეროდეს მაგით. იცი რა, აი ერთი რაღაც ავიწყდებათ მათ და ეს კარგად ებმის კიდე იმ თემას, რომ რისი უფლება აქვს ხელოვანს და რისი არა. და დღეს როგორ არის, ხო, რაღაცა ხელოვნების რა ვიცი, რომანი იქნება თუ წიგნი, ფილმი იქნება, ცალკე დღეს ესე არ მოიაზრება, ხო, რაღაცა ავტორი მას ყოველთვის მასთან ერთად მოიაზრება. იმიტომ რომ ის ავტორი ესე ითხოვს თანამედროვე მაყურებელი იქნება თუ მკითხველი ითხოვს ავტორს, მას აინტერესებს ავტორი. ავტორი არ რჩება სადღაც ფარდის უკან და ჩვენ არ ვტყბებით მხოლოდ და მხოლოდ იმ ნაწარმოებით. ამიტომ ნაწარმოები იტოვებს, ხელოვნების ნაწარმოები რაღაცა უფლებას იმაზე, რომ იქ იყოს რაღაც კონტროვერსული იყოს რაღაცების ურთიერთგამომრიცხავ რაღაც კონტენტებს შეიცავდეს, საკამათო იყოს და ასე შემდეგ. ამიტომ ყოველთვის საინტერესოა რაღაც განმარტება, რას ამბობს ამ ნაწარმოების ავტორი, თვითონ ნაწარმოებზე ან თემებზე და ასე შემდეგ და ჩვენ გვაქვს ამის გამოცდილება, რომ ფესტივალები იქნება თუ წიგნის კითხვები იქნება თუ ასე შემდეგ. ყოველთვის რაღაცა როგორც ინსტრუქციასავით დღეს ესია, დავყვებით ჩვენს ნაწარმოებს, რამდენადაც შეგვიძლია და საუბრობთ მაყურებელთან. აი ეს ჩემი სტუდენტი მაგალითად აი ამ კრიტიკაზე მან თქვა, რომ მე ძალიან მწუხვარ ის რაც ხდება დღეს ღაზაში, მაგრამ მე არ ვიცი როგორ ვილაპარაკო ამაზე. ან მაქვს თუ არა საერთოდ ამისი მორალური უფლება ვისაუბრო თუ არა ამაზე. ის რომ ამას განმარტავს ნებისმიერ სივრცეში მის მიმართ წარმოიშობა გარკვეული სახის ან სიმპათია ან ანტიპათია, მაგრამ ყოველთვის ვიცი ჩვენ რა მოსდით მაგალითად, როდესაც ლას ფონ ტრიერმა გააკეთა ის რაღაც სკანდალური განცხადება კანის კინოფესტივალზე, ის პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა. ანუ ხელოვნებაში სადაც არსებობს რაღაცა ინტერპრეტაციის საშუალება, როდესაც შენ პირდაპირ კონტაქტზე გადიხარ მაყურებელთან და როდესაც შენ აკეთებ განცხადებას, რომელიც არის მიუღებელი დისკრიმინაციაზე დაფუძნებული იქნება თუ ძალადობაზე ან ისტორიის ის რომ ჰოლოკოსტი არსებობდა ამის და უშუალოდ რაღაცა ფორმით კითხვის ნიშნის დაყენება არათუ პერსონა ნონ გრატა, არამედ დასჯადიც კი არის ან რაღაც სიმბოლიკის გამოყენება და ასე შემდეგ. თამაშის წესები ცხადია. და ეხლა თუ დაუბრუნდებით ჩვენს რეჟიმთან მომთბარ კოლეგებს, მათ ერთი რამე ავიწყდებათ, რომ მათ რაც არ უნდა დიდი შედევრების შექმნა და წავიდნენ პირდაპირ შესაყვედრად მათ მაყურებელთან და მკითხველთან, მათ მოუწევთ საუბარი.
და აქ უკვე ყველაფერი იქნება ცხადი, იმიტომ რომ ისინი მათ არ ექნებათ საშუალება რომ მოიტყუონ. მათ არ ექნებათ საშუალება რომ თქვან რომ ანდრო ჭიჭინაძე არ ზის ციხეში, ან ანდრო ჭიჭინაძე რო არის დამნაშავე, ან ზვიად რატიანი არის დამნაშავე და ის არ ზის ციხეში და რაღაც სახშია და ლექსებს წერს, ამას ისინი ვერ მოიტყუებიან. ამიტომ დღეს ჩვენ ისეთ დროში ვცხოვრობთ, რომ რეჟიმთან მომთბარ ხელოვნებას არ აქვს მომავალი და ის არის თავის წიაღშივე მკვდარი. და ისინი როგორც ნუცამ თქვა, ძალიან კარგი ფორმულირება გააკეთა, რომ მათ თავიან თავზე თქვეს უარი. ძალიან კარგი არის ეგ. მე მომავალზე ვართ ახლა ამ პროცესში ყველანი მაინც ორიენტირებული, აწყო იმდენად ბნელდება და მძიმდება, რომ რაღაცა სივრცეებს ეძებ, რასაც შეიძლება ნახო, თქვათ ისა ხო, ბედნიერი დღეები და ნუ ცალსახად მომავალი არის ეგ. და ამიტომ მინდა რომ ისე პროტესტს რო დაუბრუნდეთ, ოღონდ არა, თქვათ კინოცენტრს და თქვათ თქვენი პროფესიული კუთხიდან, არამედ რაც ხდება დღეს რუსთაველს და ქვეყანაში უშუალოდ და ყველაფერს აქვს დასასრული, ხო? ანუ თქვენ ძალიან ბევრს ფიქრობთ ნაწარმოების ფინალზე, ხო? აი დრამატურგიულად როგორ გამოიყურება ეს მთელი კულმინაცია, ალბათ მანდ ხდება, ხო? ნუ არის. შეიძლება ეს არ სწორი აღწერა, შეიძლება კულმინაციის შუაში იყოს რაღაც და ფინალი უბრალოდ მორჩა დავამთავრეთ, მაგრამ აი ამ პროცესის ფინალი როგორ წარმოგიდგენიათ? აი შემაჯამებლად, ჩემთვის სასახად ოპტიმისტურია, დაგისპოილერებთ, ანუ მე ვხედავ ძალიან ბევრ კარგ რაღაცას და მათ შორის მართლა აი კადრები, ის კადრები, ოღონდ მე არ ვარ რეჟისორი, მაგრამ ეს უცებ ის მქონდა, რომ აი რა კარგი კადრია, უკვე ესე დავიწყე ყურება რა, ეს ანთებული ფანრები მაგალითად რუსთაველზე მოსიარულე დროშიანი ქალი, დროშიანი გოგო, დროშიანი კაცი, არ ვიცი, ეს გმირები, რომლებიც პირისპირ დგანან პოლიციასთან და არ უდრკებიან და სასამართლოს სცენები, რამდენი ფილმის გადაღება შეიძლება, ხო, რამდენი ფილმი მაქვს ნანახი სასამართლოზე, სადაც გულში მატკივრობ, თქვა ბრალდებულს, იმიტომ რომ მართალია და მე აი საკვანძო მომენტი რომ გამართლდა და სულ მაინც ამ ყოველ სასამართლოზე მაგას ველოდები რომ აქ პატიმრობა არის გამართლება, შებრუნებულია. პირიქით არის, ხო, რომ მიუსჯიან ეგ არის. ეგ არის, ესე იგი მართალი კაცია, ხო და როგორ წარმოგიდგენიათ ფინალი, აი თქვენი გადმოსახედიდან, აი ამ სცენარში, როგორ გამოუძვრებით მინიმალური დანაკარგებით, როგორც საზოგადოება, როგორც ერი, როგორც ქვეყანა და როგორ გამოიყურება ის კულმინაციური წერტილი, სადაც ყველაფერი გადაწყდება საბოლოო ჯამში. აი, თქვენს პროცესში ხართ და შანსი არ არის, რომ ამაზე ნაფიქრი არ გქონდეთ, ამიტომ თქვენი ხედვა რა არის? ფილმი რაც რამე გადამიღე, ყოველთვის არის, რომ ფინალი მაფიქრდება და მინდა რომ ეს ფინალი ვაჩვენო, აი ის გადავიღო, მაგრამ მარტო ფინალს ხო არ გადავიღებ და მე მთელ ტანს ვიგონებ. და მე ჩემი ფილმების დასაწყისიდან იწყება, ჩემთვის სინამდვილეში იწყება უკნიდან, ფინალიდან რა. ამ შემთხვევაში რა თქმა უნდა არის თუ გინდა მე დავიწყებ, იმიტომ რომ მე ცოტა პესიმისტური ვარ და შენ გეხოცებ პესიმისტური და დავამთავროთ ნუ საი ეს დაიმახსოვრე ფინა დამონტაჟე მე რეცმანაირად მიდი შენ იყავი არა მიდი რომ შენ უნდა გიპასუხოთ მე შენ პესიმისტური და მე ისე ოპტიმისტო მაშინ ხო მაშინ ადეკვატურად გამოდის ხო და ნახე პაუზები ეხ ყველაზე მეტად ბოლო წლებში დავამუღამე პაუზა რა მაგარი რამეა კინოში რა ზოგადად ყველგან ამ შემთხვევაში კინოში მაგრამ იგივე რაღაც მოქმედებს ცხოვრებაში პაუზა გამოხატავს ხშირად ნამდვილად ემოციას ნამდვილ ემოციას მე ხა სერიალს რო ვიღებდი ყველაზე ბევრჯერ ალბათ რა სიტყვას უთხარი მსახიობებს ჩაწერის მომენტშიც დუბლის გადაღების მომენტშიც და მანამდეც იყო პაუზა გაზარდე უფრო დიდი და ეს ჩვენი ბოიკოტიც და ის რაც ქვეყანაში ხდება, ხო, ნუ დიდი პაუზაა რა, მოქალაქეები რო ვართ და რაღაც სამოქალაქო ცხოვრებაში რა უნდა ვიღებდეთ მონაწილეობას, ჩვენი როლები რა უნდა გქონდეს, გავართ რუსთაველზე. ანუ რადიკალურად შეიცვალა ჩვენი ცხოვრება, ანუ დიდი პაუზა გვაქვს ცხოვრებაში. ჩვენ კიდე ორი პაუზა გვაქვს, რომ ერთი სამოქალაქო ცხოვრებაში პაუზა და მეორე შემოქმედებითი ნაკლებად უფრო პროფესიული რა. იმიტომ რომ კინოცენტრთან ბოიკოტში ვართ. მაგრამ ეს პაუზა იწვევს საბოლოო ჯამში რაღაცა დიდ აკუმულაციას, რასაც ქვია ჩვენი საჯარო შეხვედრა, როგორც პროფესიული ჩვენ შემთხვევაში იმდენი ადამიანი შევხვდით ერთმანეთს, ვინც არ ვიცნობდით ერთმანეთს და დავარქვით ტალღა. და სხვა შორის სანდრო კობერიძის გამოსვლა იყო სიტყვით ერთ-ერთ ჩვენ აქციაზე, რომ
ყოველთვის ვერიდებოდი სამ სიტყვის ხსენებას და რაღაც ესეთი მოძრაობების ტალღად შერაცხვასო, მაგრამ აი ხა ვფიქრობ, რომ ეს არის ტალღაო და ერთადერთი მიზეზი რატომაც თავს ვიკავებდიო, იყო ისო, რომ თუ ტალღას ირქმევ, ტალღა არის ის, რამაც უნდა წალიკოს რაღაცაო და მე ახლა მაგ განცდა, რომ ეს ყველაფერი წალიკავსო რა. და ეს თქვა ჩვენ კინომოძრაობაზე. შეიძლება ამ წამს არაფერი არ წაულიკავს, მაგრამ აი ამ ბოიკოტმა ჩვენ ნელა მოდის ტალღა. ტალღა, ნიშნულობა არა, თავარია. ეს ტალღა ჩვენ შევქმნით, არ მახსოვს ვინ თქვა, მაგრამ ვიღაცას კითხეს, რომ როგორ ახერხებო, რომ სულ ტალღის ქიმზე ხარო და ძალიან მარტივად მე ვქმნიო ამ ტალღასო. ჩვენ ამ ტალღას ჩვენ თვითონ ვქმნით და ჩვენ ვართ ამ ტალღის ქიმზე და შეიძლება რაც უფრო ნელა მოდის, უფრო მეტი დრო გვაქვს, რომ ერთმანეთი შევიცნოთ და ვიქცეთ საზოგადოებად რა. და საბოლოო პასუხი ეგ არის, რომ საზოგადოება, რომელსაც კრავს სოლიდარობა, ოღონდ სოლიდარობა არის ის, რასაც ვერ დაავალდებულებ ვერაფერს, იმიტომ რომ სოლიდარობა უნდა იყოს ნება და თუ არ არის ნება, მაშინ ეს არის ძალდატანებითი და ეს არის უკვე იძულება და ეს არის უკვე იძულებითი მოქმედება. სოლიდარობა არის ფასეულობაზე დაფუძნებული მოქმედება, აქტი. როცა შენ და უმაღლესი ფასეულობაა ჩემი აზრით რა. ანუ შენ შეიძლება იყოს ტოლერანტული, შენ შეიძლება იყოს ემპათიური, შენ შეიძლება ადამიანების რაღაცა განცდებზე და გაჭირვებაზე ვთქვათ, გული გიჩუყდებოდეს, ეს არ ნიშნავს მაინც და მაინც იმას, რომ კარგი ადამიანი ხარ. აი სოლიდარობა თუ შეგიძლია, ეს არის ძალიან რთული. აი მაშინ ხარ კარგი ადამიანი და მე მგონია, რომ ჩვენ 450-მა კაცმა, ეხლა ურევთ ან კინოს ბოიკოტს და ამბობს, მაგრამ ძალიან გავს ჩემთვის ერთმანეთს რა. 450-მა ადამიანმა ხელი მოვაწერეთ ბოიკოტს ერთი პრინციპით. მე პრაქტიკულად დარწმუნებული ვარ, რომ იმ წელს მაინც დამიფინანსებდნენ პროექტს. საერთოდ არ იყო ჩემი პროექტი, რაც ესეთი მწვავედ პოლიტიკური. და ჩემნაირად 450-მა ადამიანმა თქვა, რომ ამ პრინციპს ვეწინააღმდეგები მე და ქართული კინოინდუსტრიის 450 ადამიანი ძალიან დიდი რიცხვია. ანუ ჩვენ მოვახერხეთ სოლიდარობა. აქაც აი უყურებ ახლა და რამდენი ადამიანი მიდის ციხეში 15 დღიანი 15 დღე რა ცოტაა, ძალიან რთულია 15 დღე ამ პირობებში გაძლება რა. რამდენი ადამიანი ზის ციხეში წლობით განაჩენები გამოუტანეს. ეს ყველაფერი არის სოლიდარობა. და საბოლოო ჯამში ის პოზიტიური ფინალი, რომელსაც მე ვხედავ და რომელსაც ოღონდ მე პრაგმატული გააზრებით ვიაზრებ რა და ვაანალიზებ. მე არ ვამბობ რაღაც ისე რა, სადღეგრძელოს ვხედავ ამას. ეს სოლიდარობა არსებობს, სოლიდარობა იზრდება და ამ პროცესიდან როგორც არ უნდა დამთავრდეს, ჩვენ მივიღებთ სოლიდარულ საზოგადოებას და შესაბამისად სოლიდურს. შვენიერი, ნუცა გადაჯოკრე ხა ეს. მე მგონია რომ ეს ბრძოლა ოდესმე აუცილებლად გამოიღებს შედეგს, მაგრამ მე მაინც უმეფიქრება იმაზე, რომ სად გავმაზეთ რა და აი სად დავუშვით მაგდენი შეცდომა, რომ ეხა აქამდე მოვედით და აი ესეთ ჩაგვრას უყურებთ ყველა მიმართულებით და ეს გაგრძელდება და უფრო მოწყვლად ჯგუფებზე გადავამერე და რაღაც მოკლედ ხო და სულ მაგაზე მეფიქრება, იმიტომ რომ აქედან თუ ამოვედით მალე რა უნდა გავაკეთოთ ისევ რომ ეგეთი რაღაც არ დაგვემართოს და აი ხშირად იძახიან ხოლმე რომ სად არიან სტუდენტები და აი მეც ვასწავლი და ანუ რა ვიცი სპარში მუშაობენ ღამეებს ათევენ და მე უწევთ ანუ კი არ ვამართლებ რომ ეხა ვიღაც ანუ მაგას არ ვაკეთებ უბრალოდ ხო ანუ ბევრი რაღაც სარჩული აქვს კიდე ამას რატო ვერ ანუ ვიღაცას უბრალოდ გზის ფული არ აქვს რომ მოვიდეს ყოველდღე აქციაზე და მეც ვარ ეხა მაგ მდგომარეობაში რომ ეხა რო არ მყავდეს მეგობარი რომელიც ჩემ მეზობლად ცხოვრობს ხო ძალიან გამიჭირდება და ყოველდღე სიარული რა აქციაზე და ნუ ხშირად სიარული ყოველ შემთხვევაში ანუ მე მაინც მგონია რომ ჩვენ არ ვიბრძოლეთ იმ ხალხისთვის საკმარისად რომ ჩვენ უფრო მეწნი ვყოფილიყავით. ანუ მე ვგულისხმობ რომ აი თქვა საშუალო ფენა გაზრდილიყო საქართველოში. იმიტომ რომ რეალურად ეს ბრძოლა მაინც ასე თუ ისე საშუალო ფენის ბრძოლა არის. და ხო ანუ იმ ადამიანების ვისაც აქვს იმის ფუფუნება რომ იფიქრონ სამშობლოზე. იმიტომ რომ ჩვენ ქვეყანაში ძალიან დიდი ნაწილი ცხოვრობს, ვისაც აღარ აქვს მაგის ფუფუნება და აქ მარტო იმაზე ფიქრის
დრო სახში რა მიიტანოს რა და ამიტომ მგონია რომ ხო აი ეგ ძალიან არ ვიცი იქნებ რაღაც მაგრამ ეს ხელოვნურად ვერ მოხდება ეხა ამიტომ რაღაც ოდნავ პესიმისტურად ვარ მიუხედავად იმისა რომ მგონია რომ ეს ბრძოლა ძალიან ლამაზია და აუცილებლად გამოიღებს შედეგს მაგაში დარწმუნებული ვარ უბრალოდ შეიძლება ძალიან დიდი დრო დაჭირდეს ამას როცა ჩვენ რო ყოფილიყავით როგორც აი რაღაცა დემოკრატიული ძლიერი საზოგადოება იმიტომ რომ არც ანუ რეალურად საშუალო ფენა არის ის ხალხი ანუ ის ფენა რომელიც პროგრესზე ზრუნავს რა ანუ აი პროგრესის ფიქრის საშუალება აქვს იმიტომ რომ დიდარს ეგ არ აწყობს მით უმეტეს იმ ქვეყანაში სადაც ყველამ ვიცით ფული როგორ აქვს ხალხს ნაშოვნი და ღარიბს მაგის ფუფუნება არ აქვს და ხო აი ევროპაზე როცა ვლაპარაკობთ რა რეალურად და აი სოლიდარობის სწავლა შესაძლებელია და აი ზუსტად ხელოვნებას აქვს ეგ უნარი ჩემი აზრით თუ რამე ანუ არ ვიცი ხელოვნებას შეუძლია თუ რა ადამიანი აი ეგ ბოლომდე ვერ ფიქრობ ხოლმე მაგაზე რომ აი უკეთესი აქციოს ადამიანი მაგრამ რაღაცაზე ფიქრი დააწყებინოს და თავისი თავი უფრო ანუ თუნდაც გააიგივოს გმირთან და რაღაცა იდენტიფიკაცია მოახდინოს ეგ უკვე ძალიან ბევრ რაღაცას ნიშნავს და ხო და მათ შორის ალბათ სოლიდარობასაც რაღაც დოზით ასწავლის ხელოვნება, იმიტომ რომ მან სულ გჭირდება რომ ვიღაცის ანუ გმირის ადგილას ჩაიყენოს შენი თავი და ხო ეგ ძალიან ხო თანაუგრძნო ხო და ეგ თანაგრძნობა ძალიან გვაკლია ჩვენ და მიუხედავად იმისა რომ ეხა ძალიან დრევრი მაგალითი იყო ამისი და უბრალოდ რატომღაც არასაკმარისი არის ჯერჯერობით და იმედია რომ ალღარო წამოგვეწევა ხო ანუ მე ეგრე ანუ საერთოდ ეგრე არ უყურებ რაღაცებს ანუ ყველაფერი კვდება რაც იბადება მაგრამ აი უბრალოდ ჩვენი ცხოვრება მიდის რა ხო ვეთანხმები იმას რომ დღეს სამშობლოზე ფიქრი რომელს ნუცას გიორგის პათოსაც და შემართებასაც რა თქმა უნდა რა დღეს სამშობლოზე ფიქრი როგორც ნუცამ თქვა ბევრისათვის არის ფუფუნება იმიტომ რომ უბრალოდ ის მეორე დღე სამსახურში უნდა წავიდეს შვილებს საჭმელი უნდა მიუტანოს თუმცა ის ადამიანები ვინც აქტიურად არიან პროტესტში ჩართული და მიუძღვნეს თავი ამას ხო ესეც რაღაც პასუხისმგებლობაა თუ შეგიძლია ეს უნდა გააკეთო იმიტომ რომ ხვალ სამშობლოზე ფიქრი კი არა შეიძლება საერთოდ ფიქრი იყოს ფუფუნება და საერთოდ აზრის გამოხატვა და აი ამიტომ ყველა იმ ადამიანს ვისაც ოდნავ მაინც არ ვიცი რაღაცა რესურსით მეტი შეუძლია რომ ამ პროტესტში იყოს ჩართული უნდა იყოს ჩართული და შენი კითხვა ფინალთან დაკავშირებით იცი რაღაცა ნაწარმოებში შეადარე და დრამატურგია შეადარე ხო რა განვითარება ექნება და რა ფინალი თუმცა ჩვენ ვიცით ნაწარმოებში უბრალოდ კინოში გამარჯვება არ ნიშნავს ბევრნაირი გამარჯვება არსებობს ხო შეიძლება იქ რაღაცა გმირი დაეცეს მაგრამ ეს იყოს გამარჯვება შეიძლება რაღაცა რაღაც ფიზიკურად ვერ გაიმარჯვოს რაღაცა მაგრამ იქ ბევრი მაგალითი არსებობს მე ასულ არ მინდა იმის თქმა რომ ვინმეს რაღაცა ზიანი მოგვადგება ფიზიკურად გადარჩენის მაგრამ როგორც დრამატურგიაში არის რომ არსებობს დადებითი ფიგურა პროტაგონისტი და უარყოფითი ჩვენ ზუსტად ვიცით რომ რას შეეხება ქართულ სახელმწიფოებრიობას პროტესტს მართალ ადამიანებს ცალსახად ეს უკვე გამარჯვება და გვაქვს ძალიან კონკრეტნათელი ანტაგონისტი დავარქვათ თუ რაღაცა ის ძალა ვისაც ვებრძვით და არ უნდა დაგვავიწყდეს რასთან გვაქვს საქმე ეს არის რუსული იმპერია და მისი გადმონაშთები და ეს რაღაცა დიდი ბოროტება რომელსაც ვებრძვით უკვე ძალიან დიდი ხანია ქართველები და არა მარტო
და აი ამ გზაზე არ გვაქვს უფლება რომ ვიყოთ პესიმისტურები, იმიტომ რომ ამას ძალიან ბევრი თაობა დაჭირდა, ძალიან ბევრი დრო დაჭირდა და ჩვენ ვართ რაღაც აი ამ მოცემულ მომენტში, როდესაც აი ეს აი ამ იმპერიამ კუდი მოიქნია და რაღაცნაირად ისევ გვჩაგრავს და ისევ უნდა ჩვენი გადაყლაპვა და რა ფორმა ექნება ეს შეიძლება ამ წუთას არ ვიცით, მაგრამ ეს აუცილებლად იქნება იდეური გამარჯვება, აი ამ იმედით მე რა ვიცი, არ მიჭირს საქართველოში დღეს სუნთქვა და არსებობა, რომ ჯერა იმის, რომ აუცილებლად გაიმარჯვებს ეს სიმართლე და ეს ბოროტება დამარცხდება. ეხლა ნუცა ცეცხლზე საუბრობდა გამოქვაბულში ადამიანმა ცეცხლი რომ მანდ გავხდით ადამიანიო და ცნობილი ერთ-ერთი ანთროპოლოგის ხო ვიცი მენჯის სუძვის ამბავი არის რომ მანდ გავხდით ადამიანები, როდესაც აღმოაჩინეს მენჯის ძვალი მომთაბარ იმას ხო მონადირე ნომადური ცხოვრების პერიოდის რომ ვიღაცა მოუარა ვიღაცა მოუარა და ეს მოტეხილი ბარძაყით წესით უნდა მოუკვდარიყო, მაგრამ არ მოკლეს რა, ხა სანამ უფრო ახლოს ვიყავით ცხოველებთან, აუცილებლად დავტოვებდით საზეκτილოდ და როგორც კი ადამიანს მოუახლოვდით, გადავარჩინეთ, ამიტომ ეს იმპულსი რომ სხვაზე იზრუნო, ძალიან ადამიანი მე იმისიც არ მჯერა რომ მხოლოდ ადამიანურია, ცხოველურიც არის რა, ძალიან იმიტომ რომ საბოლოო ჯამში ხა ევოლუციის თეორიის მიხედვით ერთი სამყაროს შვილები ვართ ყველანი, ხო? მაგრამ მაგას თავი დავანებოთ რაღაცნაირად ეს დრამატურგიულად მე სამწუხაროდ რასაც უყურებ იქით ამ ხარე, აი ძალიან იმეორებს აი ყველა ფილმში ანტაგონისტის რაღაც დიდი იმპერიების ხო რაც არ უნდა აიღო ბოროტების რაღაცა დისტოპიებში და იმაში რაც არის წარმოდგენილი ყველაფერი მსგავსი არის ხო ანუ ნელ-ნელა თქვა ეროვნული ჩაანაცვლა პარტიულმა ხო სიმბოლიკის დონეზე ყველაფერს ალურჯებენ რასაც შეეხებიან ადრე დროშის სფერებში იყო ყველა სამინისტრო მაგალითად ეხლა ლურჯ სფერებში გადათარგმნის ყველაფერი ხო ანუ იტაცებს და გონია რომ ჭკვიანური არის რა მაგრამ ისევ მიყვება ძალიან დიდ ძველ სცენარს რა რომელიც არის კისიკეთის და ბოროტების ეხლა ისე პოეტურად ჟღერს მაგრამ ნუ ესე არის რა და ჩემი ფინალი არის რომ საქართველოს დროშა გადმოიფინება პარლამენტიდან რა იმიტომ რომ მათ შეხვედრებს და აქციებზე საქართველოს დროშა არ არის ხოლმე რა უფრო არის პარტიული დროშები ანუ ჩვენ სინამდვილეში ჩვენ წარმოვადგენთ საქართველოს დღეს და რუსეთთან პარალელი თუ რუსეთს რო ვებრძვით ეგეთ მანდატს ჩანს რა რომ იქით ჩვენ ის არ არის უბრალოდ დაპირისპირება ქართველებმა რაღაცა ვერ გავიყავით რა არის პარტია რომელსაც აქვს გადაწყვეტილი ამ ბრძოლაში ვისკენ არის რუსეთ-უკრაინის ომის დროს დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირების დროს და ჩვენ ვართ ის საქართველოს სინამდვილეში რომელიც იბრძვის თავისუფლებისთვის, ეროვნულობისთვის, იდენტობისთვის, ერეკლემებისთვის, დიდგორისთვის და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ჩვენი მთელი საქართველოს ისტორია არის ამ საქართველოს ისტორია, რაც ისწავლება არის ამ საქართველოს ისტორია და არა თანამშრომლობის მტერთან, გამყიდველობის, რაღაც იმპერიების მსახურობის და ამის ისტორია. ყოველ შემთხვევაში კარგად ეგ წარმოჩენილი არ არის ხოლმე, ხო? და ყველაფერთან ერთად რაღაცნაირად ეს ისე ვამბობ რა, ეს სოლიდარობა, რომელიც ჩვენ დღეს გამოვიჩინეთ რა, მოდი ესე ვთქვათ, როგორც საზოგადოება მე მაინც მჯერა რომ გავიზარდეთ, იმიტომ რომ ჩვენ ესე იგი რახან არ ვიმუშავეთ, არც უნდა მოგვეგო თავის დროზე, ანუ შარშან დეკემბერში ჩვენ უნდა წაგვეგო თუ არ ვიყავით ისეთი სოლიდარულები, იმიტომ რომ მე მახსოვს სანამ აი ეს უშუალო დიდი ძალადობა დაიწყებოდა, მუზეუმი იყო პატარა მსხვერპლი ხო და მუზეუმს არ დაუდგა საზოგადოება, გვერდში დიდი საზოგადოება არ დაუდგა, იმიტომ რომ ისე ვიძახე ხა სფეროები რომ დავასახო, მსახიობი იყო მუზეუმის თანამშრომელი, უნივერსიტეტის თანამშრომელი, პროფესორი და ასე შემდეგ და რაღაც ვერ აღიქვა მაგ დროს ეს იმპულსურად რომ ეს შეიძლება იყოს უფრო დიდი რამის სიმპტომი და დღეს უკვე ყველამ ვიცით რომ საკმარისი ანუ უცხო ადამიანები დადიან სასამართლოებზე ერთმანეთის მხარდასაჭერად ხო რაღაცა სფეროს როგორც კი გაუჭირდება იქ ჩდება უკვე სხვა ხალხი რომელიც აქ ადრე არ იყო ხოლმე ამიტომ დღეს მართლა უკვე გაზრდილები ვართ როგორც საზოგადოება და ის მომენტი როცა დადგება თავარი შეკითხვა არის საკმარისად მზად ვიქნებით თუ არა აი ამ დიდი ტალღისთვის რა როგორც ახლა თქვა ტალღას თუ ველოდებით უფრო სნოუბორდერები კი რა თქვი მაგაც სერფინგერები ვართ ხო და სერფინგერების დიდი დრო იმაზე წოლა არის სერფერების ამე წვანან და ელოდე ერთმა გადავიარა მეორემ გადაიარა და ზუსტი მომენტი ადრე იზამ გადაკლაპავს გვიანიზამ გადაგივლის და ვერ დადგები რა და აი ეგ მომენტი რომ დადგება ჩვენ როგორც საზოგადოება მართლა მზად ვიქნებით რომ მაგალითად ყველა სისტემაში შევა სამართლიანობა ყველა სისტემაში შევა თავისუფლება თუ ისევ ექნება ვინმე სწუნება რომ აი შემოვედით კინოცენტრში და ეხა ჩვენი წესები იქნება ექნება აუცილებლად უნდა ვიბრძოლოთ მაგის ხო და აი
არ იყოს. ეგ არის ჩემი ფინალი რა, რომ ჩვენ ვიბრუნებთ სახელმწიფოს, მაგრამ მზად ვართ იმისთვის, რომ აი ამ სახელმწიფოს ყოველდღიურობაში ვიყოთ მონაწილენი და ისევ სახლში არ შევიდეთ რაღაცნაირად. კი, დიდი ნაწილი, რა თქმა უნდა, დაუბრუნდება ჩაულყოფით სიტუაციას, ხო, ცხოვრების წელს, მაგრამ მაინც მგონია, რომ უკვე როგორც მოქალაქეები ძალიან წინ ვართ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის, ასე რომ მეც ოპტიმისტურად ვარ, ყველაფერი კარგად იქნება. 3-1-ზე. 3-1-ზე ჩვენ ვიგებთ რა. არა, პოზიტიური იყო, ყოველ ვარიანტში გამოიღებს ნაყოფსო ეს ბრძოლა. კი, ესე თქვა. თავის ხო, მე უბრალოდ როგორც ყველა იძახდა, რომ ხვალ გაზაფხულზე არ იქნები ჩამოიხლებიან და რეჟიმი ყანყალებს ეგრე არ მგონია. აი მე მაგის მეშინოდა სხვათა შორის რა, უცბად ვიტყვი, რომ ან ჩვენ რა გზითაც კი ვიღებთ, იმიტომ რომ ნახვამდის არ მithქოს. რა გზითაც ჩვენ დავიბრუნებთ სახელმწიფოს, ისეთი სახელმწიფო გვექნება. თუ ჩვენ დავილეწავთ თავზე ამ სახელმწიფოს, ხო? ჩვენ ეგრევე დემოკრატიას ვერ შევქმნით და აი სანამ ჩვენ ბოლოს დემოკრატია და სამართლიანობა აღდგება, აი სანამ იმ გზას გავივლით, ის იქნება ძალიან ტკივნეული და ჩემი აზრით 91-12 წლებში რომ დავიმხეთ ჩვენი ქვეყანა მე არ ვიცი როდის აღდგა რა წერტილი შეიძლება მოვნიშნოთ რომ აი აღდგა სამართლიანობა დემოკრატია, მაგრამ მინიმუმ 10 წელი მაინც იყო რა. და მე ბავშვობა გავლია ამ პერიოდში. მე ვხედავდი დაანგრეულ, განადგურებულ სახელმწიფოს, რომელსაც ერქვა უბრალოდ საქართველო რა. მე არ მინდა რომ ჩემი შვილი ხო, მაგრამ სინამდვილეში ყველა ქვეყანაში, მათ შორის ევროპაშიც, ყველგან იბრძოლეს იმისთვის, რომ ყოფილიყო ხელმისაწვდომი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი განათლების სისტემა, ჯანდაცვის სისტემა, საბინაო პოლიტიკა. ანუ ამისთვის ყველა ქვეყანაში ადამიანებმა იბრძოლეს, ანუ არსად უბრძოლველად ჩინოვნიკებს არაფერი ხალხისთვის არ მიუცია და ამიტომ ეგ ბრძოლის ჩვენ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, უბრალოდ ეხა რაღაც ფუნდამენტური რაღაცა უნდა შევინარჩუნოთ ის რომ გქონდეს ბრძოლის უფლება. და არა მარტო სოლიდარულობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი, მაგრამ ასევე ყველაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია სიჯიუტე და მე მგონი ეს ახალია. აი მე ამდენე 300 მე რამდენე დღეა და ეს გამძლეობა, რასაც ქვია, აი ამას ამტკიცებს ეს პროტესტი, რომ აი ეს იქნება ის არ არის აუცილებელი რომ ყოველთვის რაღაც ათასები იდგნენ ქუჩაში, მაგრამ ამ პროტესტი ბევრი ადამიანის სახელით, აი მდინარის, რომელიც სულ გამოდიოდა, იმ მდინარის სახელით დგას იქ და რაღაცა ახალი არის ეს და ამას ეს უნარი შევიძინეთ ალბათ რომ აი არ დავნებდეთ აი ეს სიჯიუტე და გამძლეობა გქონდეს და ეს იქნება აი ეს ქვაზე ის წვეთი, რასაც საბოლოო ჯამში ის მშვიდობიანი პროტესტი, რაც საბოლოო ჯამში იმ ქვას გახეთქოს. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის და შევხვდებით უკეთეს საქართველოში.